საშ, შენ იყავი მთის წვერვალზე და ამ ყველაფერზე უარი თქვი. რა მოხდა? იდეამ რომ წარმატებას, აღიარებას, ფულს მოაგბედნიერება, ეს იდეა გაუფასო. რაღაცა კუთხით გავიაზრე, რომ ფული კი არა, ფული რა შესაძლებლობასაც გაძლევს ეგ მინდოდა სინამდვილეში. და საბოლოო ჯამში მივიღე გადაწყვეტილება, ცხოვრებამაც ისე დაალაგა მოვლენები, რომ მოდი ერთი დეფიციტში ჩავიხედო, საიდან არის. შენ არასწორი კავშირი დავიჭირო, მაგრამ თითქოს გამოღვიძების პროცესი და მატერიალური წარმატება თლად ერთად ბერძოვენ. შენი გამოცდილებითაც და შენი რწმენითაც ეგრე, ანუ სანამ არ დავეხეთქებით, ვერ გამოვიღვიძებთ. ნაპრალი თუ არ გაჩნდა, როგორ უნდა შემოვიდე შუქი? შენ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაგ თვისწვევალზე უარი გაქონდა, რომ მაგრად მოგიჭირა ცხოვრება. მე მაგრად მომიჭირა ცხოვრება. გამიფიქრა, რომ მე მგონი ძალიან სულა. და ამ ფიქრის მერე გამიჩნდა კიბოს დიაგნოზი დამისვეს ეს წელიწადში. და მე მჯერა, რომ გულის სიღრმეში ადამიანს არაფერი არ ჭირდება ყურადღებას უთმის გარდა. საშ, შენ იყავი მთის წვერვალზე, შეიძლება ითქვას და შენ სახელს უკავშირდება ისეთი ბრენდების შენება, როგორიც არის სარკე, რომელიც ერთი პერიოდი აბსოლუტური დომინანტი იყო საქართველოს სარეკლამო ბაზარზე და რა თქმა უნდა საქართველოს ბანკს, რომელიც არ ვიცი, ჩემ აღქმაში მარკეტინგში, კომუნიკაციაში და ბრენდინგში საერთო სხვა თამასა დაწესდა, როდესაც შენ შემოერთდი საქართველოს ბანკს და რაღაცა კომუნიკაციებში და ბრენდინგშის გარდა შიდა კომუნიკაციებში თვითონ ორგანიზაციის შიგნით და თანამშრომლებთან ურთიერთობაში საერთოდ სხვა ეპოქა წამოწიე რა. ეხლა არც დასამალი ის არ არის, რომ ბანკის მენეჯმენტს ქვეყნის მასშტაბით და ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე არც თუ ისე დაბალი შემოსავალი აქვს და ამ ყველაფერზე უარი თქვი. რა მოხდა? ისეთი პროექტები ჩამოთვალე ხანდახან იცი რას მაგონებს, აი ბონიემი რო დაждდება და ზოლ ჰიტებს. გახსოვს სანი ეგენი ჩამოგიტოვალე. ხა შეიძლება ისეთი თაობა უსვეს გოზი არა. საერთოდ რა პროექტები სარკე განსაკუთრებით საქართველოს ბანკი კიდე იცნობათ რა. მაგიტო გავაკეთე, დომინანტი იყო საქართველოს სარეკლამო ბაზარი. იცი რა არის? მე ვიტყვი ესე, რომ ალბათ ციგნიც მაღაზია არის, რომელსაც ვიხილავთ, რომ პირველი ეტაპი ადამიანის განვითარების არის ეგოს განვითარება. და მნიშვნელოვანია, რომ ეს ეგო განვითარდეს და ის საჭიროებები, რაც ეგოს აქვს, დეფიციტური საჭიროებები, ხო? ეგო ხო დეფიციტის კომპენსატორული მექანიზმია, რომელიც ყველას გვაქვს რაღაცა დეფიციტები. შეძენილი თუ გადმოცემული თუ გაგრძელებული. შესაბამისად, რაზე დგას ეგო, ხო? სამი ძირითადი შიში არის, რომლის კომპენსაციას ეძებს ეგო. ანუ შიში, რომ მე არ მაქვს რაღაც საკმარისი რამე რესურსი, რომ მე არ უყვარვარ საკმარისად ადამიანებს და მე არ ვარ თვითონ საკმარისი. აი ამ სამი საბაზისო შიში, რომელიც ძალიან რო ჩაყვა ქვემოთ, მაინც სიკვდილის შიშამდე მიხვა ბოლოს. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სამი საბაზისო შიში, რომლის კომპენსაცია არის ეგო, ჩემი აზრით არის, აი დაახლოებით როგორ რაღაცა, იცი როგორ მეტაფორას მოვიყვან. იცი აი რაკეტა რომ მიფრინავს, აი ეს კოსმოსური ხომალდი, ხო არის რაც პირველი ნაწილი ძრავიანი, რომელიც ორბიტიდან უნდა გაიყვანოს. და მე ორბიტიდან რო გაყავს, მე ზურება ეგ ნაწილი რა. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა წარმომიდგენია ეს ეგო. მან შეიძლება არ მოძურეს, ანუ ისე იცხოვრაო თელი ცხოვრება, რომ მაგაში იყო და არც მოგძურეს, ანუ არც დაგჭირდეს, ასე ვიტყოდი. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან არანაირი სწორი და არასწორი გზა არ არსებობს. ზოგი გადის განვითარების გზა, სადაც ეს ნაწილი უნდა მოძროეს და ზოგი ისეთ განვითარების გზას გადის, სადაც არასოდეს არ ძურება. ჩემ შემთხვევაში მგონია, რომ ალბათ ჩემი შემთხვევა იყო ის, რომ მე ტრადიციულმა პოპ კულტურამ, მოდი ეგრე ვთქვა, მომყიდა იდეა, რომ თუ იქნები წარმატებული, აღიარებული და ასე შემდეგ ვიქნები ბედნიერი. ეგ უდრის ბედნიერებას. ჩემი აზრით, ჩემი კოლეგები, მარკეტოლოგები ძალიან ბევრი იმუშავეს ამ კონსუმერიზმის თემას რო შევხედოთ, ხო? იმიტომ რომ კაპიტალიზმის და კონსუმერიზმის იდეა დგას იმაზე, რომ შენ რაღაცას აღწევ და მან ხდები ბედნიერი. ასეთ იდეას ყიდის
გინდა მატრიცა დაარქვი, გინდა კონსუმერიზმი დაარქვი, გინდა კაპიტალიზმი დაარქვი. და გჯერა ამით, მე მჯეროდა. შენ არ ჯეროდა? მე ჯერა და რაღაცა მგონია რომ რახან შემომიტრიალე კითხვა რაღაცა სიმართლის ნატამალი არის უბრალოდ სამწუხარო რეალობაა, როდესაც შოულობ მე ის არის რომ თურმე წამიერია რა უბრალოდ ახლიდან გიჩნდება ისევ ეს დეფიციტი. მოკლედ ეს დეფიციტი არის რაღაცნაირი პერპეტუ მობილესავით, ანუ სულ ქრონიკულ დეფიციტში არის რა, არ ივსება და არასდროს არ არის აქვია მაგას ის წერტილი რომელშიც ოკეი, კაი, ხა საკმარისია და ბედნიერი ვარ რა. იმას სინამდვილეში რო შევხედოთ მთელი აღზრდის კულტურა ხა მე მოვყევი ორი ფორმაციის აღზრდაში, ხო? საბჭოთა კავშირის პერიოდის აღზრდასაც მოვესწარი და მე პოსტ საბჭოთა კავშირის თურას იყო. და მე რაღაცა 15 წლის ვიყავი, რომ სასწავლებლად ისრაელში გადავედი სასწავლებლად, ხო? ბოდიში რა. და ხა ნაში გაწყვეტინო და ბოდის მოვხდი მსმენელსაც და შენს. რომ მას რო გამოვყვე თემაში რა, ანუ ეგოს როდესაც რაკეტა ახსენე მეტაფორად მოძრობა, ანუ ამ ეს რაღაც განვითარების გზაზე რო ეს რომ მოგძრება. ანუ შენ როდესაც მე დაგისვი კითხვა რომ რა მოხდა, რამაც გათქმევინა ამ გზაზე უარი, რომელიც რა ვიცი, წარმატების სტანდარტული, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში გავრცელებული ფორმა არის და ყველას გვინდა და უნდა და მათ შორის არ არის შეიძლება ცუდი გზა. მანდ მაგაზე უარი გათქმევინა იმან რომ შენ ამ ზრდის და განვითარების ეტაპზე რაღაცა ნაწილი გაგძვრა, ასე ვთქვათ. მოკლედ დევალვაცია თუ ინფლაცია თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას. იდეამ რომ წარმატებას, აღიარებას, ფულს მოაგბედნიერება, ეს იდეა გაუფასუდა. და იყო მომენტი, როდესაც ქონდა შინაგანი დიალოგი, რომ მოდი უფრო დიდ ასპარეზზე დადი ქვეყნიდან წადი, რავი, სტარტაპი გააკეთე, ანუ იქ დიალოგები მქონდა. მაგრამ ძალიან მალევე დარწმუნდი, რომ არაფერ შუაში არ არის, მე არ ვერჩი არც წარმატებას, არც ფულს, არც არაფერს არ ვერჩი. მე მგონია, რომ ეს მოვლენები პრინციპში არის ნეიტრალური. შინაარსებს ჩვენ ვასხავთ შიგნით. ანუ მე მქონდა დაჯერება ეგეთი და მჯერა რომ პოპკულტურა ამას ან კარგად ყიდის, რომ თუ ეს მექნება ვიქნებოდი ბედნიერი. ანუ მე ბედნიერების მე ხოჭი ერთმა კოუჩმა მკითხა რომ ეგ ფული როგორ გინდა SMS-ად მოგდიოდეს ოთახში გედოსო თუ რანაირად გინდა რომ კონდესო და რაღაცა კუთხით გავიაზრე რომ ფული კი არა ფული რა შესაძლებლობასაც გაძლევს ეგ მინდოდა სინამდვილეში და რა შესაძლებლობა გინდოდა შესაძლებლობები იყო თავისუფლების მეკეთებინა და დამეფინანსებინა ის იდეები რაც მქონდა შევხედროდი იმ ხალხს ვისთანაც შეხვედრა მინდა ოღონდ კოუჩთან მაინც დავაზუსტებ რომ მილიარდზე იყო ეგ საუბარი ანუ არ იყო მილიონზე ხო ან მილიარდზე იყო საუბარი და იქ იყო ზუსტად როცა მელაპარაკებოდა იმაზე რომ რატო გინდაო ეგ მილიარდია და მე რო ჩავეძიეთ ბოლომდე და ეგ ძალიან საინტერესო საუბარი იყო რა მივედი იქამდე რომ თავისუფლება მინდა ნებისმიერი იდეა რაც თავში მომივა განვახორციელო შეხვდე ისეთ ხალხს ვისთანაც მილიარდების კლუბის მიღმა ვერ შეხვდები ამ საბოლოოში ეგენი მინდოდა რა ანუ და ძალიან საინტერესო აღმოჩენები იყო ჩემთვის ამ საუბარში მაგრამ ისე უბრუნდები იმ თემას რომ ძალიან მალე მივხვდი ეგეთ თავა რაღაცას რომ არ აქვს მნიშვნელობა საბოლოო ჯამში ალბათ ძალიან მახსენდება ჩვენი ერთი კოლეგის ორი ფრაზა მიშა გომართელს ვიხსენებს არ შეიძლება დუბლი მეორე თვე ეპიზოდში რაღაც ნიკაკოს ფრაზა ერთი იყო რომ როგორ შეიძლება დაწეროს იგი როგორ ვიშოვ მილიონი იმად ვისაც მილიონი არ უშოვიო ეგ ერთი და მეორე ძალიან საინტერესო რაღაცა რომ სანამ მილიონი არ აქვს შიში როგორ დაკარგო მილიონი ეგ არის ძალიან საინტერესო თემა და საბოლოო ჯამში რას ვამბობდი იცი რომ ძალიან ადრევე იმიტომ რომ მარკეტინგში ვიყავი სფეროში ალბათ ადრევე მივხვდი რომ ყველანაირ ჯიბეზე არსებობს ოფერი აბა ანუ ყველანაირი არ აქვს მნიშვნელობა ანგარიშზე გიდევს 100,000 არსებობს 100,000-ის ოფერები ანუ რაზეც გინდება და გინდება მეტი გავიგე ხო მე გაქვს მილიონი მე ხიბლავს 3 მილიონი ოფერები მე 3 მილიონი გაქვს ხიბლავს 10 მილიონის ოფერები და აი ეს არის უსასრულო
საბოლოო ჯამში და მეორე ძალიან საინტერესო როცა დავიწყე სწავლა აქტიურად იმან უკვე მივხვდი რომ დეფიციტს ვერ ამოვსებ ვერაფრით ანუ აზრი არა აქვს რაც უნდა აკეთო და საბოლოო ჯამში მივიღე გადაწყვეტილება ცხოვრებამაც ისე დაალაგა მოვლენები რომ მოდი ერთი დეფიციტში ჩავიხედო საიდან არის ანუ განა დეფიციტის ამოვსებას ვცდილობდი რასაც ვცდილობდი მანამდე და მივხვდი რომ ამ დეფიციტს ვერ ამოვსებ შანსი არ არის მაგ მექანიზმებს ვერ უზავ და ეხა შენ პრინციპში ცლად ისაუბრე იმ თემაზე და შეიძლება იმ თემაზე რაზეც მინდა კითხვის დასმა და შეიძლება ეს კითხვა ცოტა სხვანაირად უნდა მიჩნდებოდეს მაგრამ კიდე უფრო კარგად რომ გასაგები გავხადოთ რა სადაც წიგნის ბოლოსკენ საუბრობ აი ამ შენ განვლილ გზაზე ის ვთქვათ კლასიკური განმარტებებით წარმატებას რასაც ვეძახით რა და რაღაცნაირად მე ყოველ შემთხვევაში შეიძლება არასწორად წავიკითხე და ვერ იმავსქენდი რაღაცნაირად ისეთი კავშირი ჩანს თითქოს რომ გამოღვიძება რომელზედაც საუბრობ მთელი ამ წიგნის განმავლობაში და ისედაც პრინციპში ხა რასაც გისმენ ეგ თემა რომელიც შენთვის ღირებულია თითქოს გამოღვიძების პროცესი და მატერიალური წარმატება თლად ერთად ვერძოვენ რატო ვერძოვენ ეგ მეორე საკითხია მაგრამ ნუ შეიძლება არასწორი კავშირი დავიჭირე მაგრამ აი ესეთი განცდა დამჩა რომ აჰა ანუ ეს ამასთან ერთად არის მე უფრო არიჭმევა ვიტყოდი რომ მე ვერ ვაძოვე ჯერ ეგ არ ნიშნავს რომ ვერძოვენ ანუ მე ვულისმობ იმას რომ შეიძლება ხო ანუ შეიძლება არსებობს ეგეთი შესაძლებლობა და მაგასაც ვეძებ რომ მოდი აი ზამატივი რაღაცა რა ანუ მე მივხვდი თავა რაღაცას რომ მე დღეს არ ვარ მზად მივყიდო ჩემი თავი ან ჩემი დრო იმაში რის იკეთებაც არ მინდა ანუ ამას მივხვდი ხო და ეხა იმ ფიქრში ვარ და იმ ძიებაში ვარ როგორ ვაკეთო ის რაც მომწონს და პარალელ რეჟიმში ფორბსის გზას დაუბრუნდი. ფორბსის გზას დაუბრუნდი. საიდანაც გადაუხვია გადაუხვია არ არის. ჩამოვედი ისე და იმატარებლი და ჩამოვედი. ბილიგზე რო ისინი დარბია. არაბიტები რო დარბის ბილიგზე ესე ვარ ჩამოვხტარი იქ. ეგ უნდა მეკითხა რა, შენ საბოლოო ჯამში იმიტომ ჩამოხვედი მაგ ბილიკიდან, რომ ის ბილიკი არ იყო რაც გავსებდა და რაც ბედნიერება მოქონდა შენთვის შინაგანი მაგ ბილიკზე ჯდომა და არა იმიტომ რომ როგორც გივი თქვა გამოღვიძება და როგორც შეხმარობ მაგ ტერმინს გამოღვიძება და მატერიალური წარმატება თანხwebdriverში არ არის. ხო, მე უფრო ვიტყოდი რომ ალბათ იმ მომენტში როცა ეს მოხდა ანუ პარალელურად რო გეკეთები. არა, მე ვერ ვიპოვე ეგეთი სივრცე ამის პარალელურად კეთების. იმიტომ რომ მე ჩემ წარმატებულ გზაზე გინდა სარკეში, გინდა საქართველოს ბანკში მუშაობდი 16 საათს. და 16 საათის რეჟიმში არა გაქვს დრო არც რეფლექსიის, არც შიგნით ჩახედვის და არსებე 200 პროექტი მქონდა ერთდროულად. ანუ ეგეთი რაც მე არ გამომივიდა. ყოველ შემთხვევაში. ამიტომ მე უფრო მე არ მომბობ და არც ურჩევ დღეს ადამიანებს ეგეთ რადიკალურ გზას. და ვეუბნები რომ მოდი შენელდი, მოდი ჩაიხედე, მოდი ცოტა ნაკლები აიღე, ვიკენდზე ისწავლე და სვენება. როცა ვაკოუჩებ, ეგრე ვაკოუჩებ. არავის არ ვეუბნები, ეხა დაყარე ყველაფერი და წამოდი. ან მე არ ვფიქრობ რომ ესეთი რადიკალური მოტრიალება რაც მე გავაკეთე ერთადერთი და განუმეორებელი სცენარია, საერთოდ მიმაჩნია მას, მაგრამ იმ მომენტში ვერ შევძელი ამაზე უკეთესი ამ მომიფიქრებინა. თვითგამორკვევის გზა მე პირადად დავიწყე იმით, რომ ყოველ დღე დავისახე მიზნად, რომ ჩანაწერები მეკეთებინა ხელით და რაღაცა დღე შევეფასებინა და თვითრეფლექსია გამეკეთებინა. და რავი, ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი თუ ჩემ ბლოკნოტებს საქმიანს იქნება ეს თუ პირად ჟურნალს, ასე ვთქვათ, რამე ჩამინაცვლებდა. თუმცა აი ამ ბუქსის პადმა, რომელიც ზუმერში ვიყიდე, ისეთი საოცარი ჩანაწერების კეთების ფუნქცია აქვს და ისეთ ჩანაწერების კეთება შეიძლება, რომ ვერც კი გაარჩევ ფურცლისგან. თან რეალურად საკითხავი პადი არის, Android-ის აპლიკაციაზე მომუშავე და მოსიარულე ბიბლიოთეკა გამხადა ფაქტიურად. მე როგორც წესი რამოდენიმე წიგნს ვკითხულობ ხოლმე ერთდროულად და ეხლა ყველა ჩემი ბლოკნოტი და ყველა წიგნი ამ ერთი პადით დამაქვს და სადაც არ უნდა მივდიოდე, ყოველთვის ჩემთან ერთად არის. ვიდეო სახწერაში მოცემული ბმულით გადადი ჩვენი თანამოაზრე Zoom-ის ვებგვერდზე და ნებისმიერი ბუქსის პადის შერჩევის შემთხვევაში გამოიყენე პრომოკოდი
Bubblehead-ი და მიიღებ 20%-იან ფასდაკლებას. დეტალები ვიდეოს აღწერაში. და ეხლა 16 საათი რო ახსენე რა, ეგეც მინდოდა რომ დამეზუსტებინა, კი არა და გამეგო ჩემთვის. ბევრს საუბრობ ასევე ორკაჰოლიზმზე, როგორც ნეგატიურ მოვლენაზე, ასე ვთქვათ, ადამიანების ცხოვრებაში რა. და აქეთ მე ესეთ კითხვა გამიშთა რა, ანუ ჩემ აღქმაში ორკაჰოლიზმი და ბევრი შრომა ერთი იგივე არ არის. ხო და აი ახლა მაინტერესებს შენ ახმაში ეგ ამბავი როგორ დგას? ბევრი შრომა ჩემი აზრით არის nice to say it, ანუ უფრო შეფუთული ფორმა ვორკოჰოლიზმის. ანუ მე საერთოდ რომ ვორკოჰოლიკი ვარ ძალიან გვიან მივხვდი. სიმართლე რო გითხრა მე რო არ მივსულიყავი 12 ნაბიჯში და ადიქტოლოგიამდე საერთოდ ვერ მივხვდებოდი რომ ვორკოჰოლიკი ვარ. ანუ შენ მე მშრომელი ანუ შენი ადიქცია იყო შრომა. სახასაც გაურბოდი შენ შრომით. კი, ტკივილს გაურბიხარ შრომით, დაკავებულობით. რა გტკივ? მოიცა, ბოდიში, სანამ პრაქტიკა ეს გახვალთ, ბოდიში უნდა დავაზუსტო რა. რა, პერეხვატო. არა, პერეხვატ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონი ზოგადად მნიშვნელოვანია რა. რაღაცა გაიგე 12 ნაბიჯში, რომელმაც გითხრა რა მიგანიშნა რომ ეს არის ვორკაჰოლიზმი რა. და რა არის ეგ რას განასხვავებს ბევრ შრომას, როგორც შენვე აფორმულირებდი აქამდე, სანამ 12 ნაბიჯში მიხვიდოდი და ვორკაჰოლიზმს. ძალიან კაი კითხვა. გივექს ნახე რა ხდება ნებისმიერ ანუ ადიქცია, მნიშვნელოვანი თემაა ჩემი აზრით, რომ შეიძლება ადამიანები მიხვდნენ რა რითი განსხვავდება ადიქცია, იმიტომ რომ ადიქცია შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქმედება. შოპოჰოლიზმი, სექსოჰოლიკი, ვორკოჰოლიკი, ნებისმიერი ჰოლიკი. რა დგას ამ ჰოლიკობის უკან? თუ ადამიანი იყენებს რამენაირ მოქმედებას იმისათვის, რომ გადაფაროს თავისი ტკივილი და მტკივნეული ემოციები და იყენებს იმ მოქმედებით მოტანილ ემოციებს იმისათვის, რომ გადაფაროს ის ემოციები, რომელიც აქვს, არის ჰოლიზმი. ანუ ასე შეგიძლია იყო ვარჯიშო ჰოლიკი. პირობითად ვიცახი, ვარჯიშო, ეხლა სადამდე სხეული მიგიყვანს. ამიტომ ტექნიკურად რო შევხედოთ, მანდ იყო აღმოჩენა ჩემთვის, რომ ვორკოჰოლიზმი არის, ანუ მუშაობა და გაქცევა რეალობისგან არის ის, რასაც მე ვაკეთებდი ბევრი მუშაობის შედეგად. ან ბევრი მუშაობას უბრალოდ ვიყენებდი იმისთვის, რომ ტკივნეული რეალობისგან გავქცეულიყო. და მანდ მივხვდი ვორკოჰოლიზმის თემას. ანუ შრომის დანიშნულება მიზნიდან გამომდინარეობს ეგ ამ განზრახვა სიტყვა ვერ გავუსწრებ. ხო, ბევრი შრომის განზრახვა განასხვავებს ვორკაჰოლიზმსა და ბევრი რისთვის იყენებ ამას? ჭყალებში პატიოსან შრომას. ანუ შენ რეალურად არ ქსიამოვნებდა და საზრის არ ნახულობდი მაგ შრომაში, არამედ შენ ტკივილს ფარავდი შრომით და მე ამ ყველაფერს რო გამოვიყენო ისევ სლენგი აპრავებდი, იმითი რომ აბა წარმატებას რომ მიაღწიო და კარგად რო იყო და ყველა მარტო შენ კი არ აპრავებ. ნახე ვორკოჰოლიზმის მე მგონია ძალიან ბევრი ხალხი არის ვორკოჰოლიკი და არის რომ ვორკოჰოლიკი. სინამდვილეში ვორკოჰოლიზმი ყველა ჰოლიზმ შორის არის ყველაზე რთული და ლატენტური ფორმა, იმიტომ რომ სოციალურად ახალისებულია. ანუ ყველა გიკრავს ტაშს. ან ნახე რამდენს მუშაობს, ნახე როგორ არჩენს თავის ოჯახს, კაი პაესტკებში დაღავს. ანუ ეგოსთვის ძალიან ბენეფიტურია ვორკოჰოლიზმი. და ბენეფიტურია მატერიალურადაც. ეხლა მომენტ თუ მუშაობ და კარგად შოულობ, ავტომატურად ბენეფიტურია კიდე მატერიალურად, ხო? ანუ მარტო ეგოსთვის ბენეფიტური არ არის, მატერიალურ ბენეფიტს ქმნი. ამიტომ რაღაცა კუთხით არის ძალიან შეფარული, ძალიან ისეთი სოციალურად ახალისებული, ეგო ძალიან ადვილად აპრავებს თავის თავთან, რატო მუშაობ ბევრს და რატო არა ვარ სახლში, არა ვარ შვილებთან, ვერ უვლი ჩემს ხეულს, რატო ჯანსაღად არ ვიყვებები და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერზე გაправების მიზეზი გაქვს, აბა კაი ცხოვრება ხო გინდა და კაი მოგზაურობა ხო გინდა, კაი ჩაცმა, კაი დალევა ხო გინდა, ამანაირად, ხა შრომის გარეშე როგორ უნდა შევქო. ანუ ძალიან ტრიკი მექანიზმია რა, ანუ როგორ შეიძლება ეგ გამოიყენო. ეხლა შენ დარწმუნებული ვარ, ვერ შევადარებ თავისთავად ხათია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მინიმუმ ნაკლებს არ შრომობ, თუ ესე შრომას რაღაცა დათულად მაშინ
დათვლად კონცეფციაში გადავიტანთ, ნაკლებს არ შრომობ დღეს, შეიძლება უფრო მეცაც შრომობ, ვიდრე შრომობდი მაგალითად, 10-15 წლის წინ. უბრალოდ ეხა შეიცვალა განზრახვა. შეიცვალა არა მარტო განზრახვა. განზრახვა შეიცვალა გივექს და შეიცვალა როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს და მოგწონს. უფრო მეტად flow-ში ხარ. ნაკლებად აღიქვა სამუშაო თუ სამსახურად. ანუ სიამოვნებას განიჭებს ასაც აკეთებ. და საერთოდ ადამიანი ჩემი აზრით თუ საქმიანობა მაგრა ღლის, ეგ არის პირველი მარკერი, რომ არ ახარ შენ გზაზე. ანუ თუ შენ ენერგია არ მოაქვს იმას ასაც აკეთებ, ესე იგი არ ახარ flow-ში. ესე იგი რაღაცა სხვას ემსახურები, ანუ რაღაცა სხვაშია საქმე. სხვაგან წამიყო საერთოდ მაგ პასუხი, მაგრამ სხვაგანში უგულისხმობ დაგეგმილიდან სხვაგან. კაი, დაუშვათ, მივხვდით, რომ არ მსიამოვნებს, კი ბატონო, მოყვები, რომ ფულს მიხდიან, ან ვაკეთებ. ისევ გაправება მოდის. ხო, არა, მაგას კრედიტი მაგადასახდელი, სკოლა მაგადასახდელი, ისა მაგადასახდელი, ან მილიონი მიზეზია, რატომაც გაყიდო შენი თავი. აბსოლუტურად მოყვები. ანუ იდენტიფიცირება მოვახდინე, რომ არ მსიამოვნებს, მაგრამ ფულის გამო შრომობ, ესე დავარქვათ რა. აქ მე მდგები, ჩემი აზრით, ურთულესი ამოცანის წინაშე რა. რაღაცნაირად უნდა მოვახერხო, რომ მოვძებნო ის, რაც მსიამოვნებს და იმდენივეს თუ არა საკმარის ხარჯები დაგიფაროს კემეისთვის. საკმარის ფულს მაშოუნინებს. ეგ არის, ხო? ეგ არის რის გამოწვევა. ეხა გამოწვევის წინაშე ვარ, რაღა მოგატყო. ეგ არის. და სწავლობ ამითი თან ვისიამოვნო და თან ამითი ვიშოვო საკმარისი შენი თქმის არ იყოს ჯერჯერობით საკმარისზე მეტი ჯერ მან და რა ვარ. და მაგრამ ერთი ძალიან დიდი ბალანსი აქვს ამას, რომ როცა აკეთებ იმასაც ძალიან მოგწონს რაღაცა კუთხით მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მოდი ესე ვთქვა, ამ შემოსავალზე დავთანხმდებოდი. რაც ეხლა არის. ანუ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლება დაგიბალანსოს ის. ანუ ამ რეალობაში ვარ და ვსწავლობ რა. ანუ რავი, მაგრა გაასწორებს რომ აკეთო თან რაც ძალიან მოგწონს გინდა და თან კონდეს იმდენი რამდენიც გინდა. ანუ საკმარისი კი არა. იმდენი რამდენიც გინდა. ну პატარა ბაზრის პირობებში ღირს ემოციურად ღირს ეგ გივის იცი რა სხვანაირად რო შეხედო სხვანაირად უმეტესი ადამიანი მე ვეძახი ამას არის განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაზე მე ბევრი უცხოეთში არ მიცხოვრია ამიტომ ვერ ვიმსჯელებ რა იმაზე რაზეც გამოცდილება არა ჩემი გამოცდილებით 80% ადამიანების არის ფექიჩ ჰოსტიჯი, ხო? ანუ არის მძევალი თავის სამსახურის და თავის შემოსავლის. იმიტომ რომ ვალდებულებები ხო არავის არ მოუხსნია, ჩვენი როლებიდან გამომდინარე გვაქვს ტონა ვალდებულებები. და გინდა არ გინდა ვალდებულებებს მომსახურება ჭირდება, ხო? ხო და ადამიანს ამ კუთხით თან მე მჯერა რომ ყველა ბავშვმა ზუსტად იცის რა არის მისი flow. ანუ ბავშვს არ ჭირდება flow-ს სოდნა, ის flow-ში არის. და ამიტომ ვიღაცა მღერის, ვიღაცა თამაშობს, ვიღაცა ხატავს, ვიღაცა ჭანჭველებს ათვალიერებს, ყველა ბავშვმა ზუსტად იცის მისი მოწოდება რა არის. აი აბსოლუტურად არ ძმო. იცის სოდნის დონეზე არ ვიზახი რა. ანუ იცის გამოცდილების დონეზე. ხო, გამოცდილება აქვს ამისი. მე მოვა ვიღაცა დეიდა მასწავლებელი, ვინც ხამხსდელი და ეტყვის რაჯანდაბას აკეთებ. და არც თქვენს შენიშვნას გაუკეთებს რაღაცას და ბლოკავს ბავშვი თავის თავში. ანუ ჩვენ ყველა ან შიგნით რაღაცა კუთხით ჯერა ყველამ ვიცით ჩვენი საჩუქარი რა არის. ანუ საჩუქარი რომელიც შეგვიძლია სამყაროს მოუტანო. ხო. მაგრამ სადღაც ეს საჩუქარი სირცხვილის განჟის და რაღაცის გამო გადავკეთეთ ჩვენ თავში რა ყველა ბავშვს არ ვიცი ალბათ არის ძალიან ესეთი გამონაკლისი შემთხვევები მაგრამ უმეტესობა ადამიანს ეგემართება და მე ნაცვლად იმისა ამ მთელი ეგოზე თუ მაგას ვლაპარაკობთ ეგოს ფუძე არის სირცხვილი მე მჯერა ფუძე ანუ ნიადაგი
რაშიც ეგო იზრდება, ხო. არის სირცხვილი. ოკეი. სირცხვილი იმისთვის, რომ ვიღაცამ შენ დაგარწყვინა, იმისთვის, რომ ხარა ასეთი. და ბავშვს უჩნდება, ბავშვს არ აქვს არც კრიტიკული აზროვნება და არც არაფერი, ბავშვს როცა ეუბნებიან, რომ შენ სულელი ხარ, ვერ ატარებს არანაირი კრიტიკული ფილტრი არ არის და იჯერებს, რომ სულელია. ანუ ზამარტივი რაღაცა ხდება სინამდვილეში, არაფერი რთული არ ხდება რა. თან ქვეცნობიერი 7 წლამდე არის ტეტა ტალღაზე, ყველაფრის პროგრამირება ხდება ერთდროულად, რასაც დიდები ჩასძახებენ ბავშვს, იმას დაიმახსოვრებს ქვეცნობიერში. და მე ეს ყველაფერი სირცხვილის ფონზე მე დგება, რომ ვიღაცა აირჩევს, რომ იყოს გმირი და გმირი რა მნიშვნელობა გმირი სცენაზე, გმირი პოლიტიკოსი, გმირი ბიზნესმენი თუ რაღაცა გმირი. იმიტომ რომ კომპენსატორულად ბავშვი წყვიტავს როგორ შეუძლია მოიპოვოს ყურადღება და სიყვარული, რომლის დეფიციტში უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება. ანუ თუ მე არ მეძლევა ყურადღება და სიყვარული იმისთვის, რაც ვარ, მაშინ მოსაპოვებელი მაქვს ეს ყურადღება. აი დეფიციტის იდეა ხო მან ჩდება, რომ მე გამოვიტანე დასკვნა, როგორც ბავშვმა, რომ მე ესეთი როგორიც ვარ, არა ვარ მისაღები. არ ვარ ღირსი, არ ვარ საკმარისი, არ ვარ ღირსი, რომ უყვარდე, არ ვარ ღირსი, რომ ყურადღება მომცეს და ანუ რაღაცნაირი უნდა ვიყო, რომ ეს მივიღო. ამას იჯერებს ბავშვი. და მე ბავშვები, ჩემი აზრით, ძალიან ელემენტარული ექსპერიმენტებით ამუღამებენ, როგორ ღებულობენ აღიარებას და ყურადღებას. ანუ მე მაგალითად პაროდიას ვაკეთებდი ჩემი სკოლის დირექტორის და რომ პაროდიას ვაკეთებდი ყველა იცინოდა, იკრიბებიოდნენ, მისმენ. ანუ მე მივხვდი, როგორც ბავშვმა, რომ იუმორი ასწორებს, იმიტომ რომ ხალხი იცინის, ყურადღების ცენტრში ხარ და მე იუმორი, ანუ საბავშვო სტრატეგია, რომელსაც ქვია ჯამბაზი, ну ოფიციალური ტერმინი ეგეთია, მაგრამ ადამიანურად იუმორი ქვია. ანუ ავითვისე როგორც ერთ-ერთი სტრატეგია ყურადღების და სიყვარულის მოპოვების. ანუ ხშირად ვღადაობ რა მეგობრებში, სამსახურში. ოღონდ ამას რაღაც გაცნობიერებულად კი არ ვაკეთებ. ქვეცნობიერი პროგრამა არის რა, ჩვეულებრივი, რომ მოვიპოვო იუმორით, გაცინებით და რაღაცით ყურადღება და სიყვარული. ეგეთი სტრატეგია არის დაახლოებით ბევრი კი არ არის სინამდვილეში რა. ეს მერე გმირი რო ხარ, მერე ხდება, რომ აი გმირი რანაირი ტეჩერი ხარ, სუპერმენი ხარ თუ რა ხარ, ეს მეორე სართულია რა, კონკრეტულად რა გმირი. მაგრამ გმირი, რა, ვინ ყველა წარმატებული ბიზნესმენი არის გმირი, საბავშვო სტრატეგია გმირი. ყველა წარმატებული პოლიტიკოსი არის გმირი, ანუ ეგენი არის გმირები. მეორე სტრატეგია არის ანტიგმირი. ანუ ანტიგმირი არის ამის საპირისპირო, ესეც გმირია, მაგრამ ჩაგვრელი ბულერი, რა ვიცი, ასეთი ყველაფერი არის ერთ რამეზე. ბასაბაზისო საჭიროება ადამიანის არის ყურადღება და სიყვარული. რატო? იმიტომ რომ ყურადღების გარეშე სიყვარული არ არსებობს. ანუ ყურადღება არის სივრცე, რომელშიც სიყვარული უნდა გაიშალოს. აბა სხვანაირად სად გაიშლება ეს სიყვარული, ხო? როგორც ჟანგბადი ჭირდება ცეცხლს, ჟანგბადი თუ არის, ცეცხლი არ ინთება, ხო? ანუ ეგ არის ყურადღება და სიყვარული. ხო და ყველა სტრატეგია მე მჯერა, რომ გულის სიღრმეში ადამიანს არაფერი არ ჭირდება ყურადღება და სიყვარულის გარდა, რომ ეს ყურადღება და სიყვარული მიიღოს და გასცეს. აი ეგ არის ფუნდამენტური, რასაც ესენსი ქვია, ანუ შიგთავსი, ხო? აი შინაარსი ადამიანის არის ყურადღება და სიყვარული. გაცემა ხო არ არის კრიტიკული კომპონენტი, მანდ რომ მიიღო. ორივე არის. ორივე ეგ რაღაცნაირი როგორ ვთქვა, ბალანსის თემა არის რა, ანუ გაცემაც გჭირდება და მიიღებაც, ორივე გჭირდება. აი შენაბა რასაც გავცემ შენია სამბავში, ანუ რომ მიიღო ყურადღება და სიყვარული მაგის სტარტი და საწყისი გაცემა ხომ არ არის თქო, რაღაცაზე გაცე ყურადღება რასაც დაუთმო. კაბალისტური ტერმინი უნდა გამოვიყენო, რომ გამოვშვი. ნახე, არის ორი ტიპის მიიღება, ეგრე ვთქვა. მოპოვება. რომ მე წავიდე და მოვიპოვო და ჩვენ ხო ბავშვობიდან ამას გვასწავლიან რომ რაღაცა თუ გჭირდება წადი და მოიპოვე. ერთი არის მოპოვება და მეორე არის მიღება. აი მიღება კაბალისტურად არის მიმული გაცემაზე. ანუ შენ რო გასცემ და მიიღებ, ოღონდ თუ გაეცი მისაღებად, ეგ მოპოვება. ეგ მოპოვება. ანუ ეგ ისე მოპოვება. ანუ მე თუ მაგ განზრახვა, რომ გავცე იმისთვის, რომ მივიღო, ეს უბრალოდ შეფარული მოპოვება. ტაქტიკა. ტაქტიკა ჩვეულებრივი რა. და ძალიან ბევრი იყენებს ამ ტაქტიკას და მე ანუ შენ თუ რაღაცა გაეცი და ბოლოს გეწყინა, რომ იმან არ მიპასუხა, ესე იგი განზრახვა იქ იყო მიიღება.
მარტივი ტესტია რა, ანუ შენ თუ ხო, რაღაცა საპასუხო არ მიიღე, ესე განზრახო იყო მიიღება რა, გაცემა არის. დიდი ალბათობით შენს შემსავით ფინანსურად უზრუნველყოფილი მომავლის შექმნას ცდილობ. უორენ ბაფეტს და სხვა წარმატებულ ადამიანებს თუ დაუჯერებთ, ამისათვის საუკეთესო გზაა ამერიკის ეკონომიკაში ინვესტირება. გრძელვადიანი ინვესტირება თან. მე 3 წლის წინ დავიწყე ამერიკის საფონდო ბირჟებზე ინვესტირება. არადა 20 წლის წინ რო დამეწყო, თუნდაც $5 ყოველ დღე S&P 500-ის ინდექსში ინვესტირება დღეს მექნებოდა $148,000. შენ გაქვს შესაძლებლობა ინვესტირება დაიწყო დღესვე. ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულით გადადი ჩვენი თანამოაზრე საქართველოს ბანკის მობილ ბანკში და გახსენი საინვესტიციო ანგარიში. მინიმუმ $5 ინვესტირების შემთხვევაში საქართველოს ბანკი დამატებით გაჩუქებს $5. ესე ჩენი 100%-იანი უკუგება პირველ ინვესტიციაზე. დეტალები ვიდეოს აღწერაში. ეგ ხო არ შეიძლება რომ რაღაცნაირად წარმოვიდგინო როგორც მე ესე გადამეთარგმნა რაღაც ავთენტურობის ტესტი რა. ანუ არის რაღაცა რაც მეძახის ავთენტურად, ანუ მე თმობინება ყურადღება რა. არ მჭირდება ძალისხმევა რომ ამ რაღაცაზე ჩემი ყურადღება გავაჩერო. გავცემ ასე ყურადღება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი მათ შორის, რომელიც გიყვარს და შეიძლება იყოს რაღაცა ქმედება, რომელიც flow-ში გამყოფებს ასე ვთქვათ, ხო რაღაცა. ეგ არის რაღაცნაირად ავთენტური გაცემა გამოდის და ჯერა რომ კენწეროში გატკბილდების რა, ანუ ყველა ვარიანტში დაგიბრუნდება მე უკან ის ავთენტური ყურადღება ასევე რომელიც შენი გაეცი. და ეს მოპოვება გადამეთარგმნა როგორც არაავთენტურ ქმედებად რა და ანუ მე თუ ავირჩიე გმირის გზა, სადაც მე რაღაცეებს ვაკეთებ, კარგ რაღაცეებს, კაცო, წარმატებული ხვდები, მაგრამ იმ განზრახვით რომ მე ყურადღება მოვიპოვო რაღაციაში, მოხვდე ტაში და მიკრან ფული ჩამერიცხონ, იმედე და ეს რა კაი ბიჭია თქვან, გამოდის არაავთენტური გზა, რომელიც სადღაც მოგიკაკუნებს მერე და გეტყვის რომ არაო, ეგრე წამივიდა ეხა ფიქრი და მეორე არის პირიქით აკეთე ის რაც ხარ და იყავის ვინც იყავი, ანუ ყურადღება გავუშვი და დათმე იქითკენ, სადაც მაგალითად გამახსენდა ერთ-ერთი ჩემს საყვარელ ბრენდს დიზელს ქონდა კამპანია Be-Stupid. იყავი სულელიო, ხო? ანუ იდეა ამ კამპანიის არის ის, რომ იმდენად გვინდა გამოვიყურებოდე ჭკვიანად, ხო? რომ ტიპი თავისუფლებას გადაგებ. ანუ იდეა არის თავისუფლება. და რო ეთქვა შენთვის თავისუფლება, მოგიწოდა რომ იყავი სულელიო. ანუ რას ნიშნავს, რომ თუ მე ვცდილობ, ნახე, თუ ჩემი სასურველი იმიჯი, რომ მე გამოვჩდე ჭკვიანი, ესე იგი ავტომატური შიში არის, რომ გამოვჩდე სულელი. ანუ ეგ ხო მედლის ერთი და იგივე მედლის ორივე მხარე. მაგრამ სინამდვილე არის ის, სინამდვილეში, რომ მე ხან ჭკვიანი ვარ და ხან სულელი ვარ. მამენ არც ერთი არ ვარ. ანუ რაღაც სიტუაციაში ვარ, შეიძლება გამოვჩდე ძალიან ჭკვიანურად. კონტექსტ გააჩნია, კონტექსტ გააჩნია, ხო, სიტუაციას გააჩნია, ადამიანს გააჩნია და რაღაცა. ამ კონტექსტმა შეჭამატვინი ყველაფერში მნიშვნელოვანია რა. და მე შეიძლება აბსოლუტურად სხვა 5 წუთში მოვიდე სიტუაციას, ეს აბსოლუტური სულელია რა. ამ კუთხით შეხედე ეგოსთვის ძალიან მტკივნეული არის, როცა სულელად ჩანო. ანუ თუ მე მინდა გამოვჩდე ჭკვიანად, ის არასასურველი იმიჯი და რაღაცა კუთხით რო შევხედოთ, ინტეგრაცია რა არის? რა არის საერთოდ ეს ინტეგრაცია საკუთარი თავის, რომ მიიღო შენ თავში სულელიც, ჭკვიანიც, ბოროტიც, ხარბიც, რავი, კეთილიც, გულგატეხილიც, ბედნიერიც და ყველანაირი და ბოლოს რაღაცნაირად შეკრა აი ეს ყველაფერი, რომელიც მე მაგალითად cover page-ად კინცუგის იმის მიყენია, რატო? იმიტომ რომ რაღაცა კუთხით ყველანი ვარ დატეხილები ცხოვრებით რა და ჩვენი ავტენტური შეწეპება არ შეიძლება იდეალურ სურათს დავუშვათ, შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს დაიმტრო. მაგრამ ნუ იმ დონეზე აღადგენ რაც შეგიძლია რა და ამ აღდგენილში არის სილამაზე. ანუ სილამაზე არის ის, რომ შენ ეს მთლიანობა, რომელიც დაგერღვა, რომელიც ჩემი აზრით გარდაუვალი ადამიანის ცხოვრებაში როგორც გამოცდილება, რომ მე ისე აღადგენ ამ მთლიანობას, სანამ ეს კაჩავ. კაი, ეხლა მაგაზე გითხო გამიჩნდა და შენ წიგნშიც საუბრობ და შენთვის X კონკრეტული ჯანმრთელობის შემთხვევა იყო, რომელმაც მოდი ეს დავარქვე, მოგიკაკუნა და დაგიძახა
გამოგვიძებისკენ და გამხიერების. მიკაკუნა ძალიან მოგიბრახუნა უბრალოდ უზრდელურა. ჩამოგიღო კარი ხო. ხო და რამოდენიმე დღის წინ მათ შორის დავწერე მეც პოსტი რა რომ რაღაცნაირი დახეთქება და დამარცხება გარდაუვალია კი არა შეიძლება ერთადერთი გზაც კი აღმოჩნდეს იმისა რომ რეალურად შენ ტრანსფორმაცია განიცადო და საჭიროს დაზრდისკენ და ამაღლებისკენ წახვილე და შენი გამოცდილებითაც და შენი რწმენითაც ეგრე ანუ სანამ არ დავეხეთქებით ვერ გამოვიღვიძებთ თუ არის გზა რომ დახეთქების გარეშე გამოიღვიძო რა არის იცი ამ მატრიციდან ეგოსიზმა არის გინდა მატრიცა და არქვი და გინდა ეგოსიზმა ტერმინს ხო არ აქვს მნიშვნელობა ფაქტი არის ის რომ შენ ცხოვრობ რაღაც სამყაროში რომელიც კი გჯერა რომ ობიექტური სამყარო არ მართლიანად სუბიექტური სამყაროში ხო ნაპრალი თუ არ გაჩნდა როგორ უნდა შემოვიდე შუქი ან ლოგიკა მაგ ძალიან მარტივი ნაპრალია საჭირო ხო ნაპრალი ნახე უილ სმითს ქონდა ძალიან კაი ინტერვიუ მე ვიყენე მის ფრაზას რომ ან ეცემი ან ჭერს უკაკუნება ანუ ეხა უილ სმითის შემთხვევაში მგონია რომ ჭერს მიუკავრო რომ ჯიმ კერიმ რომ უამრავი მაგალითი არის რომ მაკონახი რო წერს ვიდეოებს და ასე შავ, აი ჭერს მირტყმული ტიპები არიან რა, ანუ აგრესი პოპულარობა, ძალიან დიდი ფული, ხვდები ხო რას გულისხმობდა, როდესაც ეს ამან ყველაფერმა საერთოდ დაკარგა აზრი ამ ტიპებისთვის და ძიებაში გადაეშვნენ რა, მაგრამ რაღაცა კუთხით მგონია რომ აქაც და იქაც არის ტკივილი რა, ტკივილი აქ ტკივილი დაცემის და თავის არწყმის, ანუ რაღაცის ტკივილი არის რა, რომელიც რაღაცა მომენტში აჩენს ამ ნაპრალს. და იმ მომენტში ხვდები რომ რაც აქამდე გჯეროდა საკუთარ თავზე, სამყაროზე, ადამიანებზე, ყველაფერზე რაც გჯეროდა, რაღაცა მანდ არ მუშაობს. და ეგ ნაპრალი ჩდება რა. ნაპრალი ადვილად ჩდება, როცა დიდი კრიზისები გვაქვს, ადამიანი გვიკვდება, ან ავად გვიხდება, ან სამსახურიდან გვიშვებენ, ან ოჯახი გენგრევა. იმიტომ რომ იმ მომენტში ეგ არ არის ანუ იმ მომენტში სამყარო ყანყალებს მთლიანად შენი. იმიტომ რომ დაშორება მეუღლეს არ არის დაშორება. ეს არის რაღაცა კუთხით შენი იმ ვერსიის სიკვდილი, რომელსაც ყავდა ცოლი. ხო? ანუ ეს ვერსია კვდება რა და შესაბამისად რაღაცა კუთხით სიკვდილია რა და ნუ მაგიტომაც არის ძლიერი და მთლიანად აყალებს, იმიტომ რომ აქამდე გჯეროდა რომ და აი იყვნენ ისინი ბედნიერები ცხოვრების ბოლომდე და ბახ და არ არის ეს ბედნიერება ცხოვრების ბოლომდე თუ ერთ წამში მორჩა და ამ მომენტში ჩემი აზრით ხდება რაღაცნაირი ესეთი ვირტუალური სიკვდილი იმ ვერსიის რომელსაც ჯეროდა რომელიც ცხოვრობდა ესე სიბერემდე და მე მოკვდნენ ერთად ნუ ამაზე რომელიღაც ჰოლივუდურ ისტორიასო გაყვეთ და შესაბამისად ამ ნაპრალის გარეშე მგონია რომ ძალიან ტკბილად გძინავს რა ანუ მე წიგში მომყავს მეტაფორა რა რაღაცა რომ გაღვიძებს და რაღაცა მომიჩას გასწორდები გადაბრუნდები და ისევ დაიზის სნუზის ღილაკს რომ დააჭერ ხო აი იცი რა ის მაგაი ვერ ჩამოუყალიბდი ტვინში დაუშვათ და ბოლომდე გემრიელად ტკბილად გძინავს რა რა პრობლემა ხო აი ეგ იმამშვება საერთოდ არა ანუ რა არო ხო მაგმანდო ანუ ეს თუ პრინციპ მე ესებს თუ არაფერი არ ტკივა ძალით ტკივილი ზებნის დედავატილე თემაა რა ხო არა თემა მე უბრალოდ იცი რა გივიყო არ ამჯერა რო არ გტკივა ხო ან ცხოვრების დიზაინი ისე არის მოწყობილი რამე რო არ გეტკინოს არ არსებობს ეგეთი რომ სხვა საკითხია რომ შენ ტკივილთან შეიძლება კავშირში არ ხარ ანუ ვერ გზნობ ამ ტკივილს ეგ სხვა ფენომენია მაგრამ ტკივნეული ივენთები ცავსე არის ცხოვრება არა ეგ ცალსახად ხო მეთანხმები ეგ ცალსახად ხო ანუ ამ ტკივილს ტკივნეული ივენთები ჩვენ მეგობრები გვიკვდებიან მშობლები გვიკვდებიან, ძაღლები, კატები, რა ვიცი, ანუ არ არსებობს ვარ გეტკინოს. ანუ ეგეთი რამე არ არსებობს. არა, ეგ ცალსახად ეგ არ მიგულისხმობ. ამ კუთხით რო შეხედო ცოტა ხანი რა, ანუ თვითონ დიზაინი ცხოვრების ისე არის მოწყობილი, რომ არ არსებობს, რო არ გაჭანჭყაროს. და ამ შეჭანჭყარებაზე, აი მართლა ეხა იმ მომენტში იმდენად ძლიერი ამორტიზატორი გიყენია რომ ვერანაირი ჭანჭყარი ვერ გაგვიძებს. ეგ იყო კითხვა. იქნებ ეგეთი ამორტიზატორები ხარ. შეიძლება ვიღაცას აქვს.
ან ნახე იცი რა გამიჩნდა ეხა რა წამოვიდა ეგ რო თქვი რომ ყველაზე მშვიდად და უსაფრთხოდ საბოლოო ჯამში ხარ გამოკეტილი როდესაც ხარ რა ეხა ესე ობიექტურად რომ სიმშვიდე და ის აიყო რა რომ გამოკეტავენ საფრთხე ვერ საფრთხე ვეღარ შემოვა რა როგორც ვერ შეგადიხარ ისე ვერ საფრთხე ვერ შემოვა ხო და ამ შენ გაყუჩებულ მდგომარეობაში რომ არ გტკივა რომ იძახი მან ეგეთი კითხვა გამიშთა რომ არ გტკივა თუ ნორმალიზებული გონია ის მდგომარეობა რაც არის იმიტომ რომ რავი ეგრე არის რა ანუ ეს შეხეთქება კარგი მაგალითია რა იქ ზევით ჭერზე თავის არტყმა ის თემა არის რომ რავი ყველაფერი რაც გიგონა რომ ბედნიერებას მოგიტანს ეგეც და იმაზე მეტი იშოვე და რო გამოიხედები და ბედნიერი რო არ ხარ მე რეიწებ ძიებას და რა მოხდა ან ძირს დაიხეთქები და მაგრა გტკივა რა და ძირს დახეთქებაში ჩემი აზრით კიდე ეგოს გაკოტრების თემა შემოდის ანუ ეგო კოტრდება რა ძალიან ფსკერზე რო დაეშვები ხო ჩემი აზრით მან ეგოს გაკოტრება ხდება ანუ რაღაცა კუთხით ეგო განიცდის სიკვდილს რა გაკოტრებას და უფრო მიუხედავად იმისა რომ ძალიან მტკივნეული გზა არის მაგრამ ჩემი აზრით ადვილი ჩამოშლის გზა არის იმ მომენტში მთლიანი ცხოვრება გეშლება რა როგორც ხდება მაგალითად რა ვიცი ალკოჰოლიკების შემთხვევაში ნარკომანების შემთხვევაში და ასე შემდეგ ფსკერს რო პოულობენ ეგ ტერმინი ფსკერი არის ზუსტად ის რომ ჩამოეშალა ცხოვრება ანუ ჩამოეშალა ეგო ჩამოეშალა ცხოვრება იმ მომენტში ადამიანი ადიქტი ადამიანი შეიძლება მოკვდეს იმიტომ სიკვდილის ზღვარზეა რა მაგრამ თუ ფიზიკურად არ მოკვდა გამოვა რა მაგრამ ძალიან ბევრი კვდება მაგ მომენტში რა ანუ ფიზიკურად კვდება რა ხო და რო გავაგრძელო ის მეტაფორა რომ ამ დროს რაღაცა შუაში თუ ხარ შენ არ ჭერს ახარ არც ეხეთქები რა მაგ დროს რა მგონია იცი რომ არ გტკივა იმიტომ რომ მათ შორის მაგალითად ნორმალური გონია ის რომ ეს შენი პოტენციალი მიყუჩებული გაქვს და არ ადიხარ იმ შენ მთაზე ავთენტურ მთაზე რომელზეც შეგილია რომ ახვიდე რაღაცას არ აკეთებ რა ანუ ამ ცხოვრებით არ ცხოვრობ უბრალოდ დინებას მიყვები რა და ეგ ნორმალური გონია იმიტომ რომ არ გტკივა ხო ანუ კომფორტული გზა არის თუმცა უბრალოდ კითხვა ჩდება რა მე არ გეწინააღმდეგება კითხვა ჩდება რავი არის რომ ეგ ნორმალური თუ უბრალოდ გძინავს რა და ამ შენ საჩუქარს რომელიც ცხოვრების არის და შენი რაღაცა კოლინგი არ ვიცი ქართულად როგორ არის რა მოწოდება გაკ იმას არ მიყვები რა რავი იმიტომ რომ არ გტკივა რა არ ვიცი კითხვა დავსვი ჯო არა ბაზარი არ არის კაცი ხა ისე გამოვა მაგ თემას რო შევყვეთ უსასრულო კამათში კი არა დისკუსიაში გადავიდე რა იყო პირველი კვერცხი თუ გათამავდე მივალ ბოლოს ჯო ხო დაახლოებით რა ეხა არ ვიცი მე ჩემი ხედვა მაქვს რაღაცა კითხები სხვა ანუ ამ შემთხვევაში ხო ვცდილობ გავიგო ის რაც არ ვიცი და რაც არ მივიფიქრე კითხვა იყო ნორმალი და ნორმალი ანუ პასუხი არის რომ ვისაც არ ეღვიძება და არ ეღვიძებოდეს ხო მე საერთოდ გონია რომ აი არ ეღვიძებოდეს თუ გამოვაღვიძოთ თქო ანუ მაგის თქმა ამ ჩემი კითხვით ეხა მე მაგაზე გპასუხობ მატრიცაში რო შევარდეთ ისევ ანუ რა უნდა ვქნათ ეხა წავიდეთ და გამოვაერთოთ ეს ხალხი ამიდან თუ მე რაღაცა მე გეტყვი ვერავის ვერ გამოერთებს შენ შეიძლება იყო გამოერთების მაგალითი რომელიც შეიძლება მოუნდეს სხვას ანუ რატომღაც მოუნდეს რომ მიიღოს რაღაცა რაც შენ გაქვს თორე შენ ვერავის სამყაროში ვერ შეხვალ და ვერ გამოერთო გამორიცხულია ეგ რა სხვა საკითხია და მე მგონია მანდარი თავისუფალინება მათ შორის რომ არ შეგიძლია შე ვერავინ გაავიწო ან გამორიცხულია ანუ შეიძლება რაღაცა მაგალითი შექმნა რამე იდეა შექმნა რა ვიცი ხა რა ეგრე განდი მოიგო პრაქტიკულად იარაღის გარეშე ანუ ქვეყანა მოიპოვეს იარაღის გარეშე რატო იმიტომ რომ იდეა იყო იდეა შექმნა რავი ბრიტანეთის იმისგან რა ქვია სუპერვიზიისგან თავისუფალი ინდოეთი და რავი აიტაცა რა ვიცი რამოდენიმე ასეული მილიონი ხო ანუ მე გულისხმობ იმას აი ეგ მომენტი რომ ალბათ ეგ არის great leadership-ი რა მაგამდე მივდივარ რომ შენ რაღაცას ქმნი შენი მაგალითით და იტაცებს ხალხი ამ იდეას და იდეა იმდენად ძლიერი რამეა რავი ადამიანი იდეის გამო კვდება ანუ ხვდები ამის მილიონი მაგალითი გვაქვს რომ იდეის გამო ადამიანმა შეიძლება სიკლოს მოაწეროს ხელი და რაღაცა კუთხით იმაზეც მიფიქრია რომ ჩვენ ქვეყანაში ვიღაცა რომ გამოვიდეს და თქვას რომ იცი რა ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ კაი ქვეყანაში მაგრამ ჩვენი შვილები იცხოვრებენ აი ამ იდეამაც შეიძლება პირობითად არჩევნები მოაგებინოს ანუ
გულწრფელად რო თქვას, რომ ჩვენ არ მოვესწრებით და ჩვენი შვილები მოესწრებიან, შეიძლება ქართულმა ერმა გადაწყვიტოს, რომ აი, მოდი ჩვენ ვიმუშაოთ, მაგრამ ჩვენი შვილები ევროპულ კარგ ხანაში იცხოვრեն, პირობითად გეუბნები. საინტერესო რამე თქვი, ეგეთი რამე ჯერ არ ყოფილა, ეხლა დავფიქრდი, ხო არ ყოფილა ეგეთი სლოგანი თქვა ერთხელ მაინც და არ ყოფილა. ჯერ არავის არ ვინ გაბედავ. ჯერ ეგეთი რამე არავის არ უთქვა. 4-ში და 8-ში არ გამოვა ეგ საქმე. ერთი 24-ში თუ გამოვიდა, კაი იქნება, მაგრამ ეხა საფუძველი უნდა ჩავყარო. 20-30-ის ხო ახსედა, ანუ რაღაცა კუთხით, ანუ მე ვგულისხმობ, რომ იდეა გადადებისო დღეს არ მოხდება და ზეგ მოხდება, იყო გამოყენებული. მაგრამ სხვა საკითხია, რომ არ იყო თქმული, ანუ მე ვგულისხმობ იმას, რომ იდეა, ზუსტად მაგამდე მივდივარ, რომ ან მაგალითი, ან იდეა. ანუ ადამიანი ისე უბრუნდები, მეგობრ ლევან ბახიაჩი მეგობარს აქ ნებისწერაში ხშირად ახსენებს. ადამიანი იცვლება ორ შემთხვევაში. როცა აქვს რაღაცის სურვილი, მოწონება აქვს, რაღაცა რო შვარცენეგერი თავის ციკში ყვება, რომ ვიღაცა ავსტრიელი ბადიბილდერის პოსტერი რო ნახა და აი ეს ცხოვრება მინდაო. ანუ რეალურად შვარცენეგერი ყვება და მაგრამ ევასილე ეგ ტიპი, ანუ ძალიან კარგი ინსპირაციული სპიკერია დღეს. და ყვება თავის ციკში, რომ რავიო, წავედიო და აი ზუსტად ეს გზა რაც ამ ბადიბილდერმა გაიარა, იგივე სოფელში, იგივე დარბაზში, ივარჯიშა ჰოლივუდში ჩავი, ანუ იმის გზა გაიმეორა რა. არაფერი შეუქმნია, მოეწონა. ანუ მოეწონა და გაყვარა. ერთი ვერსია არის ეგეთი და მეორე ვერსია არის, როდესაც ტკივა იმ დონეზე რომ აუტანელი ხდება. მეტი სხვა ფორმულა ცვლილების არ არსებობს. ანუ ან ინსპირირდები რაღაცით, ან ძალიან გტკივა რაღაცა და აი როგორ გითხრა, ალბათ აი ფეხსაცმელი მაგრა რომ მოგიჭერს, აი აქამდე უნდა მიხვიდე, albათ ერთი სული, იცის ალბათ მაყურებელმა რა არის ერთი სული რომ ფეხსაცმელი გაიძრო. აი იქ არის რა, ანუ აი რომ მოგიჭერს შენი ცხოვრება, როგორც ფეხსაცმელი და მოგინდება მაგის გახდა, მაშინ შეძლებ ამ ცხოვრების სრულებას და მანამდე იქნება გაправებების კორიანთელი, მე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ აი ხა დავიღებ და მაგ ფეხმოჭერით ისევ რაღაცნაირად შევაუტრიალდები და ვიტყვი რომ ანუ შენ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაგ ღვთისმსწავლელზე უარი გათქმევინა იმან რომ მაგრად მოგიჭირა ცხოვრება. მე მაგრად მომიჭირა ცხოვრება კი. და რაღაცა კუთხით იცი რა წიგში ყვები ამ მომენტს, როდესაც ვამბობ, მე გამეფიქრა, რომ მე მგონი ძალიან სულად ვარ. და ამ ფიქრის მერე გამიჩნდა კიბოს დიაგნოზი და ამისვეს ერთ წელიწადში. ანუ ეს ფიქრი რომ მოვიდა, რომ მე მგონი ჯერ გაგიფიქრე და მე დაგისვეს დია ხო? მე მგონი ძალიან სულად ვარ და მე მგონი მაგარი მოტყუებულად ვიგზენი რა თავი რა. ოღონდ იმ აზრის ისე შემეშინდა მაშინ. იმიტომ რომ ნუ ხვდები მართლა იმ მომენტში საქართველოში თუ შეიძლება რამე მოპოვებადი ყოფილიყო, იქ ვარ. და იმ წერტილში აი ეს აზრი რომ მე მგონი ძალიან სულად ვარ და მე მგონი ძალიან მოტყუებული ვარ, აი როგორ გავაგდე, იცი? აი მოვიშორე. მაგრამ მოიშორე და იყავ ერთ წელიწადში კი მომოვიდა რა. ანუ რომ არ დაუგდებ შენ თავს ყურს, არ მოусმენ, არ დაინახავ სიგნალებს. მე სიგნალები გაცილებით მძიმე მოდის რა, იმიტომ რომ შენ იქედან გაკვეთილი ვერ გამოიტანე და ისევ და ისევ ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ყოველ ჯერზე გაკვეთილი მძიმდება. ანუ მაგიტომ არის რომ მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა ნიშნები დაინახოს დროზე. თორე ნიშნები დამძიმდება და შეიძლება ნიშანი იყოს სამძიმე ავადმყოფობა, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა. ან შეიძლება ახლო ადამიანის დაკარგვა იყოს, ან იმის ავადმყოფობა იყოს. ანუ ნიშნები მძიმდება. ამიტომ რავი, დაეძინოს გიოს მამენ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ეს ნიშნები დამძიმდა, შეიძლება ძალიან მურტლად მოუწიოს. ანუ თუ სულს აქვს გადაწყვეტილი, რომ wake up-ი გააკეთოს, გამოგაღვიძებს ძალიან მურტლად ბოლოს. ნუ როგორც ჩემ შემთხვევაში, ვერც იმას დაუჯერე, ვერც ამას დაუჯერე, ვერც ხალხის ფიდბექსო მეუბნებოდა, რომ აუტანლად ცხოვრობ და აუტანლად ვექცევი ადამიანებს და ხო მეუბნებოდნენ ადამიანები ამის შესახებ და არ უჯერებდი. ხო და რაღაცა მომენტში იმ ფიქრსაც არ დაუჯერე რომ მე მგონი სუდად ვარ. და ясნია რომ მე სუდად ვიყავი და ჩვენთან ადამიანი თამაშობენ რომ მოდიოდა ბანკში ვიხსენებ ერთ-ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მითხრა საშ მაგრად სუდად ვარ. ისე აუპასუხე. რატო სუდად ყოფნა უცი პროექტი გვაქვს შესაძლებელი ხვალ. ანუ რა დროს სუდად ყოფნა? იცი რატო?
იმიტომ საკუთარ ცუდად ყოფნას არ ვაღიარებ. და საკუთარ როგორ შემიძლია საკუთარ თავს არ მივცე სივრცე რომ ცუდად ვიყო და სხვას მივცე იქ სივრცე, სად მუშაობს მასე. ან კი არ პერსე არაფერს არ ვერჩი. იმ გოგოს ბუდიშის გადაუხადე მე მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ არის რა, დამოკიდებულება ხვდები როგორია, რა დროს სულად ყოფნა საქმეა გასაკეთებელი. რა სულად ყოფნა მომინდომე. იმიტომ რომ ესე ვექცეოდი ჩემ თავს. ანუ განა იმ ადამიანს რაღაცით უფრო დიდად დავაწექი ვიდრე ჩემ თავს ვაწვევებოდი. როგორც ვაწვევებოდი ჩემ თავს, ისე ვაწვევებოდი სხვას. ხო და იმიტომ ვიცი რატომ მაინტერესებს ის კითხვა და სხვა თემაზე კარგზე გადავედით, მაგრამ რა გტკიოდა რა, რას გაურბოდი რა, ანუ რა აღმოაჩინე მე ამ გამოღვიძება რო დაიწყე. რა იყო ისაც გტკიოდა, რის გამოც თავს სამსახურს აფარებდი. თუ კონკრეტული არ არის და რაღაცა უბრალოდ არაფერი, მოდი ესე ვთქვათ, დღევანდელი გადმოსახედა შეიძლება ძალიან დიდი ღიმილით მოყვა ეს ყველაფერი რა. ამ ღიმილის მონღოლ ისტორიას მე ვეძახი, მე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 90% ადამიანების, ვისაც არ აქვს თავის თავზე დაწყებული მუშაობა, აქვს დაჯერება, რომ ქონდა ბედნიერი ბავშვობა. და მეც ეგ დაჯერება მქონდა რა. ანუ ამ მითის უკან, რომ მე მქონდა ბედნიერი ბავშვობა, მე საერთოდ არ მქონდა აღიარებული, არც საკუთარი ტკივილი, არც დანაკლისი, არც სირცხვილი, არც ბრაზი, არც მრისხანება, ყველა ის ემოცია, რომელიც იდეაში უარყოფილი მქონდა საკუთარ თავში და აბსოლუტურად გაყუჩებული ვიყავი ემოციურად, ანუ მე რაღაცა კუთხით ძალიან მძაფრი თუ არ იყო ემოცია, მგრძნობელობა დაწეული მქონდა რა. ამიტომ ძალიან მძაფრი ემოციები მჭირდებოდა რა. რო სიცოცხლე მეგრძნო საკუთარ თავში, ანუ პირობითად რო წარმოიდგინოთ 7 ბალამდე თუ იყო ემოცია, მე ვერ ვგრძნობდი. ეხლა ვგრძნობ 1, 2, 3. ანუ ეხლა დღეს სკეულში შეგრძნების დონეზე, ну შეიძლება 1 გავმაზო, ანუ 2-ის გავმაზო, მაგრამ 3-ს ხო ვგრძნობ უკვე. ანუ ზოგჯერ 1 და 2-საც ვგრძნობ რა. და ადრე 7-მდე ვერ ვგრძნობდი. წარმოგიდგენია რა დონეზე მქონდა დაგდებული გრძნობელობა. სხვათა შორის, რატომაც ბავშვი ამას, უბრალოდ ბავშვური ფსიქიკა ამას აკეთებს, ამას თავის ახსნა. იმიტომ რომ ბავშვობა იმდენად მკვლეულია, იმ მომენტში ეს ემოციური ფონი რომ არ გათიშოს, არ ჩათიშოს და გრძნობელობა არ გაუთიშოს, ანუ ფსიქიკა იცავს თავის თავს. ანუ ეს არის თვითდაცვადი მექანიზმი, ძალიან ჭკვიანი. ეგ მაგრამ მომეწონა ხა. თვითდაცვადი მექანიზმი. ანუ ბავშვი თავისი აბსოლუტურად ფსიქიკამ დაიცვა თავის თავი. მაგალითად, თავდაცვა ფსიქიკის არის მტკივნეული მეხსიერების წაშლა, ანუ ყველა იმ ივენთის, რომელიც არის მტკივნეული. მაგალითად არის ემოციური ფონის მკვეთრი დაწევა, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა. მე საერთოდ მჯერა, რომ ნახევარზე მეტი მენტალური დიაგნოზი, არაფერი არ არის ფსიქიკის თავდაცვის გარდა. აი შეხედე, ADHD აიღე რა, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, ხო? რავი, ამ საუკუნის მე მგონი ყველაზე გავრცელებული, რავი, ტესტი, შმესტი, ყოველი მეორე ბავშვი სკროლავს ADHD. რა არის ADHD? ADHD არის უნარი, რომ ტვინი გამოვიდეს რეალობიდან, გადავიდეს აბსტრაქციაში, ხო? ეხლა შენ წარმოიდგინე, ბავშვისთვის არის მტკივნეული რეალობა. მაგალითად, ჩაჯმულია და რამინ არ უცვლის პამპერს. მაგალითს ვიტყვი და ბავშვი მაგ დროს განიცდის კივის, წივის რაღაცები. ტვინი სწავლობს ყურადღება მოხსნას ჩაჯმული პამპერსიდან და გადაიტანოს სადღაც. და ამ მომენტში ფსიქიკისთვის ეს არის გენიალური თავდაცვის ინსტრუმენტი. იმიტომ რომ ტკივილისგან აშორებს ყურადღებას და უშვებს სხვაგან. რა არის ADHD? იგივე. ანუ ოდესღაც ბავშვის ფსიქიკამ დაამუღამა, რომ ტკივილს გაუმკლავდეს გაფანტვით. ყურადღების გაფანტვით. მორჩა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ყველაფერი ეს ნახევარზე მეტი აი ეს დიაგნოზებს, რომელსაც ეს უხვასვავენ, არაფერი არ არის გარდა კომპენსაციების. კომპენსაცია, რომ რაღაცნაირად ფსიქიკა გაუმკლავდეს მტკივნეულ გამოცდილებას. დეასოციაცია შეხედე. რა არის დეასოციაცია? ჩემს სხეულში ხდება რაღაცა მტკივნეული და სხეულს, ანუ ფსიქიკას აქვს უნარი, რომ სხეულიდან გამოვიდეს, რომელიც სხეული განიცდის ტკივილს.
ეს ხდება მაგალითად, რავი, გაუპატიურების დროს, მილიონი ფაქტი არის შესწავლილი არის, რომ გაუპატიურების დროს, რავი, ფსიქიკა ტოვებს სხეულს. იმიტომ სხეულში ისეთი ხდება, რომ ფსიქიკა შეიძლება ჩაიმსხვრეს, ხვდები იმ ტკივილისგან, რასაც განიცდებს ფსიქიკას, აქ უნარია რომ სხეულიდან გამოვიდეს. ფსიქოდელიური გამოცდილება ტრანსცენდენტული განიცადოს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ. და გამოდის რა, და მე ადამიანს რჩება უნარი, რომ გამოვიდეს თავის სხეულიდან, ფსიქიკა გამოვიდეს სხეულიდან, ან მოხდეს დიასოციაცია და ნუ რავი, ხა რაღაცა ნაწილს ძალიან ეშინია, როცა თავის უყურებს. და მე მირბის ამალევინე წამალი მიშველეთ და ასე შეარა კომპენსატორულია. ანუ ყველაფერი არის კომპენსატორული. ამიტომ აღარ მახსოვს ვისი სიტყვებია, რომ ფროიდის, იუნგის აღარ მახსოვს, მოკლედ ვერ ვიხსენებ, რომ ჩვენ ყველანი ფანტასტიკური კომპენსატორული ნევროტიკები ვართ საზოგადოება. ანუ კომპენსატორული ნევროტიკები, ანუ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნევროს აქვს რაღაცა კომპენსაციების მექანიზმები შემუშავებული და ფსიქიკას აქვს ამითი შენარჩუნებული მთლიანობა. ანუ გიჟები ვართ ნორმის პარაგრაფში. ნორმის პარაგრაფში. გიჟები ნორმის პარაგრაფში. კაი ფრაზაა ძალიან. მომეწონა მეცან. გიჟები ნორმის პარაგრაფში. ესე გავიგე რა, რომ საბოლოო ჯამში ალბათ ყველა ადიქცია ეგრე არის და შენ შემთხვევაში შენი პასუხიც ეგ იყო, რომ ტკივნეულ ბავშვობას რომელიც გვაქვს უნარი რომ მივიწყოთ და ჩავახშოთ, მაგაში გამოვლინდა შენი ამ ტკივილს გაურბოდი მოკლედ შრომით და სამსახური და თან პარალელურად ჯერ დაიწყო სწავლით. ჯერ სწავლით. ჯერ სწავლით დაიწყო ლევანი, იმიტომ ჩემი ვორკოჰოლიზმი დაიწყო სწავლით, ხუთოსნობით, აღიარებით. იმიტომ მაგას მოქონდა აღიარება. მაგას მოქონდა აღიარება, ტაში ყურადღება და სიყვარული. უნდა ტაში ყოველას. ხო, და ნუ აქედან დაიწყო და მე გადაიზარდა ვორკოჰოლიზმში. კი ბატონო. სარკეშიც ზუსტად ისე ხო ხტები, არც ვიკენდი ვიცოდი, არც დასვენებოდი, დასასვენებლად რომ მივდიოდი, მეილებს ვიწერებოდი. ანუ გულისხმობ იმას, რომ მოდუნება რა არის, საერთოდ არ ვიცოდი. ხო და რაღაცა მომენტში ცი რა ხანდახან ვფიქრობ, რომ აი ამას მე ჩემი სხვა კოლეგები რომ მიზიარებდნენ, ახლა წინასწარ შეცნობით სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. რომ მიზიარებდნენ, მე ერთადერთი ფიქრი მრჩებოდა რა ჯანდაბად გინდა ეგ ფული თქო. იმიტომ რომ ვერ ირგებ. ანუ ფული შერგებას ხო იცი ყველა ლაპარაკი შენ ფული მომეციო და მე შევიგე რა პრობლემა არა ცალკე უნარია ანუ ფულის შეუნაც ხო უნარია ფულის ხარჯვაც უნარია ბალანსის შენარჩუნება ხარჯვას და შოვნას შორის კიდე ცალკე უნარია ეგ მნიშვნელოვანი უნარია ხო მეთახვები ანუ მე იმას გულისხმობ რომ აი ამ იმასო მოდუნება შეგიძლია ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება შეგიძლია ეგეც უნარებია რა ანუ ეგ უნარებია რომელიც იდეაში თითქოს ვითომ და ყველას უნდა კონდეს და არა არც მე არ მქონდა ზაფხული მოდის და მოგზაურობის სეზონიც იხსნება და შესაბამისად მეც უკვე რამოდენიმე მოგზაურობა დავგეგმე და ზოგადად თუ მოგზაურობა გიყვართ ჩემსავით, ალბათ როუმინგი და ინტერნეტი განუყოფელი ნაწილი გახდა ამ ყველაფრის და ზუსტად ამიტომ ჩემი გულითადი რეკომენდაცია ქართულ სუპერკომპანია როუმინგოს აპლიკაციას, სამოგზაურო აპლიკაციას, რომელიც საშუალებითაც კავშირზე იქნებით, სადაც არ უნდა იყოთ იქ. უამრავი უნიკალური ფუნქცია აქვს, სუპერადვილი გამოსაყენებელი აპლიკაცია და პირდაპირ ვიდეო სახსრებაში მოცემულებით გადმოწერეთ და თქვენი მოგზაურობა გახადეთ დაუვიწყარი. დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო სახსრებაში. ძალიან საინტერესო ცხოვრება მოყევი ამ წიგნში უბრალოდ რა იცი რა მინდა ეხლა რაღაცნაირად მინდა რომ დავიჭირო რა რომ აი შენი გადმოსახედიდან რა იმიტომ ეს ბავშვობა თან მკვნეული იყო ამ ბავშვობამ შეიძლება მოგიტანა ის რასაც მე ამდენი წელი დახარჯე რომ დაგეტრანსფორმირებინა უკან მიგეღო და ასე შემდეგ და ამავე დროს მგონია რომ მაგ ბავშვობამ და იმ ტკივილმა პარალელურად ის რაღაცა პოზიტიური უნარები მოგცა რომელიც ძალიან დაგეხმარა ცხოვრებაში რა და აი რომ ჩაავლო ხელი რა რომ მაგალითად აი ეს უნარი მაგ ზუსტად იმ ტკივილის გამო რომლის გამოც მე თქვათ ეს რა შეიძლება თქვა რა მიგიყვანა იმ თის წვერვალამდე გარდა ვორკაჰოლიზმის რაღაცა უნარები ხო გახარ რა მაგაზე მაგ კიდე ცალკე გადატვირთვის პროცესი ჩემის ავტორ რასაც ვაკეთებ მაგ ნაწილს რომელსაც შენ ამბობ მე დავარქვი ფარული და ღია საჩუქრები მშობლებისგან ხო აი მაგალითად ეგეთ სავარჯიშოს აკეთებ რომ რა თვისებები მოგწონს
რომელიც გადმოიღე შენი მშობლისგან. ამას ვეძახი ღია საჩუქრებს. ან მაგალითად მამაჩემისგან ვისწავლე სოციალური ურთიერთობა, სოციალური კაპიტალი. მე მამაჩემისგან ვისწავლე უნარი რომ ვიშოვო ფული. ანუ რაღაც უნარები მაქვს ნასწავლი. დედაჩემისგან ვისწავლე წიგნის სიყვარული, სიღრმე. ანუ ეგ არის ღია საჩუქრები რა. და ფარულ საჩუქრებსაც ვეძახი, იცი, რა უნარი განავითარე, რომ გაუმკლავდე იმ დეფიციტს, რომელშიც აღმოჩნდი. ხო და აი რა უნდა. ეგ არის ფარული. ახლა დაიხავ გეტყვი. აი მაგალითად მე ვაპროტესტების საბავშვო ბაღს, დედაჩემს ძიძის ფული არ ქონდა და მე პატარაობიდან ვრჩებოდი მარტო. მარტო დარჩენა ძალიან პატარა როცა ხარ. არის აი როგორ იცი, აი რაღაც დიდ სახიფათო სამყაროში ხარ, დიდში. ხო, თან ძალიან პატარა ასაკი გაქვს შენ ახლა. ხო, მე ძალიან პატარა ასაკიდან ვრჩებოდი მარტო. და აი ამან მომიტანა უნარი, რომ შემიძლია აბსოლუტურად single დამოუკიდებელი, ძალიან დიდი ხარისხი მაგ დამოუკიდებლობის. ანუ გულისხმობ რა იმ უნარმა მარტო დარჩენის აი თუნდაც სამსახურიდან რო წამოვსულ ვარ, break-up-ი რომ მქონდა პირად ურთიერთობაში, არასოდეს ეს single-ობის მომენტი არ იყო ჩემთვის ტრაგედია, იმიტომ რომ რაღაც კუთხით ძალიან დამოუკიდებელი ვარ რა. აი მაგალითად პაისკაში მარტო წავიდე, ხო ხვდები საერთოდ არ მაქვს მაგის პრობლემა. ანუ აი ეს მარტოც განცდა არ მაქვს. ეხა ხვდები რომ მარტო არასოდეს არ ვარ საკუთარ თავთან ერთად ვარ, მაგრამ ადრეც ეს იყო. ანუ ძალიან დიდი ხარისხის დამოუკიდებლობა, მაგალითად, როგორც კომპენსატორული მექანიზმი, რომ მარტო მტოვებდნენ. მაგრამ მარტო რომ მტოვებდნენ, ყურადღებას 5 წლის ასაკში სკოლაში დავდიოდი მარტო ავტობუსით. ეგ მაგარი ისტორია. სიგიჟია მე რო. ძალიან მაგარი ისტორია. ხო, ავტობუსით სკოლები რომ მეუბნება ძალიან მაგარი. და მამაჩემო რომ დედაჩემო რომ ჩააბარა მამაჩემს რომ შედო წაიყვადე მამაჩემ ერთი ორჯერ ტაქსის ფული მომცა. მე მასწავლა 27 ავტობუსი მიდიოდა გპ-დან იმამდე რა ქვია. ეხა სადაც პიქსელია და მოკლედ იქ 4 გადასასვლელს დავდიოდი მარტო 5 წლის ასაკიდან. ხო და აი ესე რო შეხედო ერთის კუთხით ბავშვისთვის, არა და ბავშვის თვალებით რო უყურებ, რომ ყველა მოდის მშობელთან ერთად და შემოდიხარ მარტო, ალბათ არ იყო ადვილი რა. არა მგონია რომ ხო, იყო მეთანხმები. კი, მაგრამ ფარული საჩუქარი არის და არა არის მოზარმაზარი ფარული ხარისხი, საჩუქარი ხო. რა, ანუ იქ მინდოდა რა, აი რატო რა კუთხით მინდოდა, იცი რომ შევხედო მაგას და თან მათ შორის ჩემ თავთანაც გავიარო ეგ და თამსმელასაც კონდეს რომ ყველაფერს საბოლოო ჯამში ამ ცხოვრებაში ეგ ორი მხარე აქვს რა. ანუ ალბათ სავარაუდოდ ზუსტად მაგ მარტოობამ გამოიწვია შენში ის დეფიციტი რომ ყურადღების მოპყრობა და მოპოვებას გზას დაადექი ისეც რომ მოიპოვე კი არა შეიძლება გადაიპოვე კიდევაც მაგრამ გმირობა ნახე მე მგონია რომ ყველა ბავშვი ტესტავს ყველა სტრატეგიას. კი. გაუცნობიერებლად ტესტავს, ანუ ჯამბაზობასაც ტესტავს, ანტიგმირობასაც ტესტავს, გმირობასაც, ეს ჩუმი ბავშვი, მე ძალიან მიყვარს ეს საბავშვო სტრატეგიები, იმიტომ რომ მგონია რომ ბავშვს არ აქვს დიდი არჩევანი რა, სულ სადღაც 1-5-6 სტრატეგია, რაც ბავშვს შეუძლია რომ აირჩიოს ან ნაბორი გააკეთოს ამ სტრატეგიებს. შესაბამისად, მეც გავტესტე სხვადასხვა რა და შევხედე რომ ყველაზე მეტი მოაგმირობას. ხო. მორჩა წამყვანი სტრატეგია დადგა გმირი, მეორე სტრატეგია დამიდგა ჯამბაზი, ხო, აბა რა, ეხა ხო ხდება. მეორადი სათადარი სტრატეგია. მეორადი სათადარი გირობა თუ არ გაჭრის ეგრევე ჯამბაზი გამოხდება. Plan B. კი. ხო, ახსენებდი სხვათა შორის ამ ჯამბაზს ამ იმაში რომ შენ კონფლიქტებსაც არ გიყვარს ერიდები. არ გიყვარდა. და მაგ დროს ხომ არ გამოგადგა ხოლმე ეს ჯამბაზის კარტი და კორპორატულ საყურეში ხო არ იყენებდი მაგას, ხო არ ქონია გამოცდილება რომ იუმორით გადაფარავდი. არა, იცი სხვათა შორის იშვიათად არ გამოდის. უფრო გაურბოდი კონფლიქტებს და სხვათა შორის ძალიან ლამაზად მქონდა შეფუთული გაქცევა კონფლიქტიდან. აბარა. მე მქონდა შეფუთული რომ ჩემი ფასეულობა არის მშვიდობა. აჰა. ეგრევე მაღალ მატერიაში ამყავდა და მე მშვიდობის მყოფელი ვარ. ანუ მე მშვიდობას თესავ რა. და სინამდვილეში მშვიდობას კი არ ვთესავ, უტყდები კონფლიქტებს. ეგაა სიმართლე. წარე. მაგრამ ძალიან ლამაზი შეფუთვა, მე ყველა მარკეტინგში არ მოვედი სავარაუდოდ. ხო და ეგ ის არის რა. ძალიან ლამაზი შეფუთვა გავუკეთე რა. აი იმას რომ მე ჩემთვის ამშვიდობა, ჰარმონია და მე კონფლიქტის გამო ჰარმონია მერღვევა. ხო ხტები?
აურაგი ბინძურდება ეგ ის ქონდა ხო არგუმენტი. ხო აი როგორ გავიკარო. ხიხი. და ამ დროს სინამდვილეში ვაფუჭებდი ყველა ურთიერთობას რა. ამ კონფლიქტებს რო გავურბოდი, იმიტომ რომ ისევ და ისევ გააზრება იმისა. მე ეხლა ნახე, დღეს კი შევდივარ თავისუფალ კონფლიქტში, მაგრამ რამდენი კუნთის გავარჯიშება მომიწია. ბევრი. ძალიან ბევრი კუნთი გჭირდება რომ გავარჯიშო. ყოველ შემთხვევაში ჩემნაირ ტიპს. სხვა შეიძლება ამდენი არ გჭირდებოდეს. ვიღაცა ტიპები არიან საერთოდ რა პრობლემა კონფლიქტში შემოსვლის. ანუ ვიღაცისთვის ძალიან ჩვეულებრივი რუტინა. რა ჩემს რუტინა არისო, აი კონფლიქტი რო ჩნდებოდა, მე აი ეს კონფლიქტის გაქცევის სტრატეგია მქონდა თავარი სტრატეგია და თამამაც. ამიტომ გარდავქმნი ვერ გეტყვი რომ დღესაც ძალიან კომფორტულად უზნობ კონფლიქტში და თლად ესე თავისუფლად ცეკვავ კონფლიქტის დროს არა, განსაკუთრებით თუ ეს ეხება პირად ურთიერთობას ან ბავშვთან ურთიერთობას, საკმაოდ დაძაბული ვარ, მაგრამ ის რომ ვარ, აღარ გაურბივარ და ვლაპარაკობ, ვისმენ, ვცდილობ რომ კავშირი შევქნა კონფლიქტში, სხვისი აზრი გავითვალისწინო, ჩემი გამოვთქვა, ვიპოვო სცენარი, რომ ეს ორივე მხარისთვის მუშაობს და ვინ-ვინი ვიპოვო. მოდი ესე ვთქვათ რა, ჩემს ტრანსფორმაცია, აბა რა არის ხა ადრე არც განვიხილავდი ეგეთ სცენარს. თუ რა მინდოდა იცი, ცოტა თემიდან გიხვდები, მაგრამ არ დამოუიწყდეს. რა მინდოდა ის მე გითხა, ეხლა რო ვკითხულობდი წიგს რა, ანუ მართლა ესეთი ამერიკული თები იყო რა, ხან გამეცი და ხან მომწყინა, ხან ისა ხან ესა, მაგრამ რაღაცები ვერ გავიგე და მათ შორის ვერ გავიგე ადამიანების მოზიდვის და ვიბრაციებით ადამიანების მოზიდვა დაკავშირების და მოვლენების მოზიდვის კონცეფციები რა და რაღაცა საბოლოოდ ამჩარო, რაღაცა ძალიან საინტერესო რამეს ამბობდი, მაგრამ ნუ უცბელად ვერ გავიგე. აი ბატონო, იმისთვის რომ ეს ახსნა ძალიან კაი იქნება თუ ჰოკინსის ტაბულა ემოციების და ვიბრაციების თუ გამოანათეთ. მოკლედ ჰოკინსის, დევიდ ჰოკინსის. მოკლედ ჩვენ ყოველ წამს რა არის ემოცია? მოდი ცოტა შორიდან უნდა გიპასუხო, მაგ კითხვას რო გიპასუხო, ცოტა შორიდან უნდა გიპასუხო. ემოცია არის electric motion, ხო? ანუ რაღაც იმპულსი არის ელექტრონული, რომელიც ჩვენში არის. და 40000 იმპულსი გვაქვს წამში. ანუ ჩვენში არის 40000 იმპულსი, მაგრამ ძალიან ცოტას მამჩნევთ. ანუ ჩვენი გონება ძალიან ცოტა იმპულს აღიქვავს. იმპულსი გაცილებით მეტი არის, ვიდრე გონების აღქმა არის, მაგრამ რეალურად ეს ხელი ეს ხო ხდება, ეს იმპულსი, ყველაფერი იმპულსია რა. ანუ ჩვენში არის იმპულსები პერმანენტულად, ანუ ადამიანი რო დაასკანერო, არის ჩვეულებრივი ბატარეიკა. რომელიც აქვს არის იმპულსები. ეხლა შემოვიტანო ოდნავ ხო, ანუ ინდუიზმს აქეთ, რომ გვაქვს 7 ენერგეტიკული არხი, ხო, რომლის მეშვეობითაც ეს იმპულსები, ანუ ეს გინდა პრანა დაარქვი, გინდა ჩი დაარქვი, რაც გინდა ის დაარქვი, ეხლა ვცდილობ რომ დავმიქსო დასავლეთი და აღმოსავლეთის ორი კონცეფცია. მაგრამ სიამოვნებაში ერთი და იგივეა. ჩვენში ეს სასიცოცხლო ენერგია დადის აქეთ-იქით, ხო? ანუ აი ეს იმპულსები დადის ჩვენში. ინდუიზმით პრანა, ამითი ჩი, ხო? ჩინური. შესაბამისად, ჩვენ რა მდგომარეობაც გვაქვს შიგნით. ანუ რანაირ ვიბრაციაზე ვიბრირებ და ვიბრაციები გვაქვს სხვადასხვა ემოციები, იმიტომ ვთქვი, იმიტომ ყველაზე მარტივი აღსაქმენი არის, რომ მაგალითად სირცხვილი არის ვიბრაცია ენერგეტიკული 20, ბრაზი არის 80, პირველი შეიძლება მავიწყდება ციფრები, მაგრამ თქვენ აჩვენეთ და სიხარული არის 150. პირობითად ვიზახი რა, ჰოკინსის რამე კონკრეტული იმასო შევხედე. მე მოდის ეგეთი ტერმინი, რომელსაც ქვია აფინიტიურობა, ანუ იგივე იზიდავს იგივეს. ანუ მე თუ ვარ ტალღაზე 20, ფიქრებიც მომდის ტალღაზე 20. იდეებიც მომდის ტალღაზე 20. მე თუ სირცხვილში ვარ, ჩემი ტვინი სირცხვილის ენერგიას ატრანსფორმირებს ამ ფიქრებად. ანუ არ შეუძლია ჩემ ტვინს ვიბრირებდეს, თუ მე სირცხვილში ვარ და 20 მაქვს ვიბრაცია, ჩემი ტვინიც აგენერირებს იმ ფიქრებს, რომელიც 20. ანუ 40-ზე თუ არ აგენერირებს ფიქრებს 40. შესაბამისად, ასე რომ შეხედო,
ყველაფერი რაც ჩვენში შიგნით ხდება, ყველაფერი გასინქრონდება, ანუ ჰოლისტიკურად უყურებ ადამიანს რა, რომ ჩვენი გონება, ჩვენი სხეული ერთმანეთს ელაპარაკება პერმანენტულად. შესაბამისად, რეციპროცული პროცესი რატო არის? ფიქრი იწვევს ემოციას და ემოცია იწვევს ისევ ფიქრს. ხო ეგრეა. ანუ მუდმივად ერთი იწვევს მეორეს, ესეც სალსაკე ხوارდადის. შესაბამისად, როდესაც მე ამ სტეიჯში ვარ, რო წარმოიდგინო, რომ ჩემი მდგომარეობა არის ძირითადად სიხარული, თქვა 150-ზე ვარ, თუ ძირითადად არის სისხლი და ვიბრირებოც, ან ძირითადად ვარ ბრაში, ძირითადად, განვიშოს სხვა ემოციებს არ განვიცდი, მაგრამ მუდმივი მდგომარეობა ჩემში, როგორც მდგომარეობა, უფრო ხშირად არის ბრაზი. ან უფრო ხშირად არის სისხლი, ან უფრო ხშირად არის სიხარული. ანუ რასაც ვიბრირებ, იმას ვიზიდავ გარედან. ანუ რას ნიშნავს, რომ მე თუ სისხლში ვარ, მე უფრო დიდი ალბათობით მოვიზიდავ სხვა შემთხვევაში, რომელსაც ასევე სისხლში ვარ, კოჰერენტულობის ლოგიკით. მეტი არაფერი არ არის. ანუ rozozozgue podobné, pricagivет podobné, ხო? ანუ same attracts same, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეგ არის, რასაც ხსნი, რომ თუ მე მინდა სამყაროში მოვიზიდო ადამიანები, რომელსაც არიან სიხარულში, პირობითად გეუბნები, და აღარ მინდა მოვიზიდო ბრაში, ესე იგი ჩემზე მაქვს სამუშაო. იმიტომ რომ მე, ანუ როგორ ახსნა, ხო? მე ვიბრირებ ამ სიხშირეზე და არ შემიძლია სიხარულის ვიბრაციის ადამიანები მოვიზიდო ჩემს ცხოვრებაში თუ არ ბრაში, იმიტომ რომ რეზონანსი არ დგება ჩვენ შორის. ვიხდი, მაგრამ კი არა, ამასთანავე ერთი კითხვა გამიშთა. შეიძლება ის არის უცნაური. ეგ ახმის ამბავი ხო არ არის? მე თუ მოვლენებს აღვიქვამ უფრო პოზიტიურად ვიდრე ნეგატიურად. ამითი ხო არ ვქნი ავტომატურად ჩემ რეალობას, რომ მოვლენები პოზიტიურია და არა ნეგატიური. აბა რას განვიცდი? ვქნი ამ რეალობას კი. ანუ მოზიდვა რეალურად კი არ ვიზიდავ რამეს, მაგის თქმა მინდა. ჩემი ახმა ხო არ განაპირობებს იმას, რომ მე მოვიზიდე ეხა პოზიტივი და ეხა მოვიზიდე ნეგატივი. ეს ალბათ რადიკალური ეხა შე რო ხელი მოგაჭრან სავარაუდოდ სიხარულში არ ირბიან, მეგრე მგონია. აბსოლუტურად. ხო, მაგრამ ცხოვრებაში, მოდი ესე თქვა, ბაიასაბამდე მივდივართ მაშინ, ხო? ხო. მე ისიც მჯერა იმას განვიცდი. კი. ხო ეგრეა. ამ დაჯერებებში კი ვიღაცისთვის უფრო ადვილია ცხოვრება. ვიღაცისთვის უფრო რთული იგივე ივენთები, შენივე ლოგიკასო დავეხნო. შეიძლება იგივე ივენთები ვიღაცაში იწვევდეს მადლიერებას და ვიღაცაში იწვევდეს ბრას. ხო, იცი რა გითხავთ, შენ თუ ახმა გაქვს რომ პოზიტიურია ივენთები, შესაძლოა შენი ვიბრაცია პოზიტიურზე გადავა. შენი ვიბრაცია ნეგატიურში არ იქნება თუ შენი ახმა პოზიტიური რა. კი, ზუსტად ისეთ საკითხზე გადავდივართ, ეხლა აზე არ ვარ ასლაპარაკობ ამ შემთხვევაში, მაგრამ ზუსტად ეგ თქვი რა, თუ ხელის მოჭრის ესეთი უტრირებული მაგალითი განვაგრძოთ. თუ მე მომჭრეს ხელი რა, მაგ ორი ვარიანტი რა, ან აღვიქვა როგორც დამექცა სამყარო თავზე და შესაბამისად ხელის მოჭრა ჩემთვის იქნება დამექცა სამყარო თავზე, ან შემიძლია ჩემი ახმა იყოს, რომ რავი, ორი ხელის გარეშეც მაგრად ცხოვრობენ ადამიანები და შესაბამისად თვითონ მოვლენა ხელის მოჭრის არ იცვლება, ის რჩება შენი ვიბრაცია იცვლება. ეგ მოვლენა არ იცვლება, გიორგი, მაგრამ გააჩნია შენი მდგომარეობა როგორი იქნება. სხვა ადამიანებიც შენს გარშემო, გარემო შენ რაზეც ვიბრირებ, უფრო ადვილად, როგორ თქვა, იზიდავ იმ ადამიანებს, რომელიც იმავე ვიბრაციაზე არიან, რაც შენ ხარ. არა, ეგ ადამიანების ნაწილში უფრო რა, ხო, გავიგე რა, რომ ახლა მე კაი ხასიათზე ვარ და მინდა ძალიან დებილური მაგალითია. მე თუ კაი ხასიათზე ვარ, მინდა ჩემს გარშემო იყვნენ ტიპები, ვინც ასევე კაი ხასიათზეა, რომ ერთად ვიყოთ კაი ხასიათზე და ერთი-ორი ჭიქა დავლიოთ. ხო, აი ეს კრეტინული მაგალითი მესმის, მაგრამ მიუხედავად იმისა, მე როგორ ხასიათზე ვარ, მოვლენა არის მოვლენა. არა, ხასიათით როგორ შენ თუ მოვლენას აღიქვა პოზიტიურად, ის მოვლენა პოზიტიური იქნება და ამიტომ შენი პოზიტიური ხასიათი მოიზიდავს ისევ პოზიტიურ მოვლენას. ანუ თავიდან ბოლომდე მოვლენა ახმაზე არის, მანდ ობიექტურობა იკარგება უბრალოდ თავიდან ბოლომდე. ხო და ახმა რა იგივეა რა ვიბრაცია. ნახე, შენ თუ შეხედავ ესე რომ ახმა არის ის, რაც რის გამოც შენ ვიბრაცია გაქვს პოზიტიური, ან ვიბრაციის გამო გაქვს პოზიტიური ახმა, აქეთ-იქით ატარე რა მნიშვნელობა აქვს, იგივეში მიდიხარ შენც რა. ხო, მესმის, მე არ ვიცი ვიბრაციის ნაწილი არ ვიცი, მე უბრალოდ თქვი რომ
რისი თქმაც სიტყვა მინდოდა აქ მაგრამ ვიბრაციით შეცვალო იგივე შედეგზე გადიხარ. კი ბატონო, მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ მოვლენა არ იცვლება აქმით და ვიბრაციით, იცვლება მხოლოდ კონკრეტული ადამიანის დამოკიდებულება მოვლენის. ანუ აქ იმიტომ რომ სუბიექტური ხო, ეგ მინდოდა მეთქვა, მეტი არაფერი, ანუ იგივეა რა. მეტი არაფერი არ მინდოდა. იგივეა. ეხა მე რა კითხვა გამიშთა მაგაზე ნახე. ეგეთი რჩევა არის რა, რომ ხართან დააბიოდან გამომდინარე რჩევა არის, რომ თუ გინდა რომ შენ რაღაცა X ცხოვრება გქონდეს, ისეთ ადამიანებთან უნდა იყოს, რომელთაც აქვს ეგეთი X ცხოვრება, რა და ეხა ეგეთი რაღაცას წავიდა რა, ეს ვიბრაცია რო ისე გადმოიტანო რა, ანუ მე თუ მინდა რომ კარგი ვიბრაციები მქონდეს, მე შემილია მივეზიდო, მე თვითონ მივიდი, ანუ თქვა პოზიტიური ვიბრაციის მქონე ხალხთან და ჩემი ვიბრაციაც გადაკეთება პოზიტიურში და შესაბამისად მე უკვე მოვლენებიც მოვა პოზიტიური. ხო, მათ შორის. მაგრამ შენ თუ გააგრძელე სხვანაირად ყოფნა, უბრალოდ გამდევნის ის სფერო, ხო? უნდა ჩაუძრო ისევ რა, იცად ბჭედები. სიტყვაში მე მგონი. პროსტა სიტყვა რო შეცვალო, ყველაფერი გილაგდება. შენ რო ვიბრაცია. უიცაჯერ, თქვა კაცო. 3 წლის ბავშვის ვიბრაციები მაინტერესებს რა, 3 წლის ბავშვის ვიბრაციები და მის ცხოვრებაში მომხდარი, შესაძლო მომხდარი უამრავი ნეგატიური მოვლენა ან უამრავი ნეგატიური ადამიანი რა, რავი, 3 წლის ბავშვს, 2 წლის ბავშვს, 1 წლის ბავშვს ლეიკემიის დიაგნოზი რა, ანუ აქ ვიბრაცია ეხა ჩვენ თითქოს იმაზე ვამბობთ რომ მარტო ვიბრაცია არის, ეს უბრალოდ ვიბრაცია ხსენით როგორც მოვლენა, თორე სინამდვილეში რა ვიგივეს მე მჯერა რომ მაგაზე პასუხი მე დავსვი ეგ კითხვა, მე მგონი ერთ-ერთ პოდკასტში ყვებოდი ამას, რომ ერთ-ერთ spiritual teacher-ი თუ რაღაცა მასწავლებელი სულიერი მაგას ვკითხე, რომ რატო ხდება ეს 3 წლის ლეიკემია თუ რაღაცა პარალიჩი თუ რაღაცა. ხო, რაც გინდა. ძალიან მარტივად მიპასუხა რა, ეს არის სულები, რომელიც მოდიან მსახურებისთვის. მაგრამ თავისი ამოცანები არ აქვს. ეგენი მოდიან იმისთვის, რომ მოიმსახურონ სხვა ადამიანების. მათ გარშემო ადამიანებს ასწავლონ რაღაცა. ანუ ეს პასუხია. ანუ შენი ვიბრაცია, შენ მარ ვიბრაციამ რომ მოიზიდოს შენი შვილი ლეიკემიით, ეგ არ დაგიშვია, ეგ ვარიანტი თქვა თეორიაში რა. არა, არ დამიშვია, იმიტომ რომ ამ თეორიას ძალიან შორს ვარ, მაგრამ არ დამიშვია აბსოლუტურად, იმიტომ რომ მოკლედ ამ შოვა რატო არ დამიშვია, მაგრამ ეხა ეს პასუხი არის აი იმ თემასთან ახლოს რა. როდესაც რაღაცა გინდა იმას კი არ გაძლევს სამყარო, არამედ გაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს მოიგო. ერთი და იგი მაგით და სიტყვები რომ შეცვალო გილაგდება ყველაფერი რეალურად საბოლოო ჯამში გილაგდება ყველაფერი სიტყვები რომ შეცვალო. აი ამბავი იყო, ეგ მომეწონა. ისე მინდა დაუბრუნდე შენ საქმიან კარიერას, ესე ვიტყოდი რა და რა მიგიზიდა არჩევნებზე. ჩემთვის მოდი კონტექსტს მოუყვები რა, რატო სხვა მკითხვას რა, ანუ ჩემთვის რაღაცნაირი ის არის რა, ანუ პირდაპირ გეუბნები რომ მე რაღაცა შენი განვლილი კარიერა ხიბლავს რა, მგონი რომ აი ოჩახსაშა და ამ დროს პარალელურად რომ ისიც გაქვს ნაკეთები, სულ ეს მიშა რა, იქ რა უნდოდა რა, ანუ აი მან რა მიგიყვანა. იცი რა, ჯესტი ვიტყვი რომ არჩევნებისთვის ხელი არ მომიკიდია ბოლო 7-8 წელი მას დავაზუსტებ. ვინმეს არ ეგონოსო გუშინ წითელი არჩევნები შემეგადებული. მაინც მინდა დავაზუსტო. ისე ბონიები სამბაზოურია. ძველი ალბომია. ძველი ალბომია. აი დაზუსტება, საჭირო. ხო, საჭირო დაზუსტება. ნახე როგორ რაღაცა არის სინამდვილეში პირველად მომხდი არჩევნებზე, იმიტომ რომ სარკის კლიენტი იყო სახელმწიფო. ხო. და შესაბამისად არჩევნები იყო ერთ-ერთი პროექტი. მე წლების მანძილზე ერთ რამეს გეტყვი, რომ აი პიარის სფეროში აი არჩევნების გაკეთება და სხვადასხვა არჩევნები არის კამპანია. არ შეგეშალოს. არჩევნები არის თივ კამპანია, ეს არ არის პოლიტიკის კეთება. ეს არის კამპანია, ეს არის გამიმარჯვო არჩევნებში, რომელსაც აქვს დასაწყისი და ბოლო. ანუ რალია რა, კამპანია. აი პოლიტიკური პიარის კეთება კიდე სხვა ცხოველია და სხვა ჯიში არის რა, პოლიტიკის კეთება, რომელშიც არაფერი არ გამეგება გულწრფელობით. რაც შეეხება კამპანიებს, აი პიარის სფეროში თუ მოღვაწეობ,
არჩევნების კამპანიის გაკეთება არის როგორც უმაღლესი მათემატიკა. აჰა. ანუ აი დიდ ავიაციაში რო იფრინო ეგ არის რა. ანუ ჩემი წმინდა სპორტული პროფესიული თემა ინტერესი იყო, რომ აი როგორ გითხარი, როგორც Six Nations-ში რო ითამაშო, როდესაც რაგბის თამაშობ. ამ პრემიერ ლიგაში ითამაშო, როგორც ფეხბურთს თამაშობ. იგივე არის რა, მეტი სხვა არაფერი არ იყო და საბოლოო ჯამში ოდესღაც მივხვდი, რომ აღარ მინდა მის კეთება, აღარ დამკვეთს აღარ უნდოდი მე, აღარ მე თვითონ აღარ მქონდა ენერგიულ ტოვა და მან რაღაც დასრულდა, მაგრამ მე რაღაცა კუთხით მგონია, რომ აი ეს განცდა მაქვს, რომ ნათამაშები მაქვს ძალიან როგორ თქვა, რთული თამაში რა. ხო, ფსიჩკა დასმული. ხო, ფსიჩკა დასმულია. არა, ეხლა გავიგე. ეგ არის ინტერესი. მე ჩემი პროფესიული ინტერესი რო იყოს PR-ი და კამპანიების კეთება, არ გამიჩნდებოდა ფაქტობრივად ეგ კითხვა, იმიტომ რომ, რავი, უმაღლესი ლიგაა რა. ეგ არის უმაღლესი. უზარმაზარი სეგმენტი, უდიდესი სათამაშო და ძალიან მოკლე დროში. და უმოკლეს დროში ნიშნულ ხო? ანუ უზარმაზარი წნეხიანი მარათონი ეგ არ არის, სპრინტი. სპრინტი. გასაგებია ეგ ამბავი ეხა. ხო, მიდი. ცოტა არჩევნებიდან გადავხდები, შენ მაგ თემის გამგრძელებელი კითხვა თუ გაქვს ჯობია, იმიტომ რომ არა. გამეტანი უნდა მოუხვიო ეხა რა. იცი რა მაინტერესებს? ადამი და ევას ისტორიას იყენებ ძალიან ხშირად რა. ადამიანის სიტყვა რადგანაც არის ადამიანს ხშირად ხო ადამიანს და თავის ევაიანა ხო მაგრამ სად არის ადამიანის გარეშე კი და ამას იყენებ როგორც გამოღვიძების მეტაფორას ხო ხო და მე ესეთი კითხვა გამიშთა რაღაცნაირი ეჭვი გამიშთა რომ სანამ მაგას იტყოდი ესე საჯაროდ რაღაც შეიძლება სხვა კულტურებშიც მოიძიე ხომ არ არის და გულწრფელი ინტერესი გამიშთა ხომ არ არის სხვა კულტურებში ანალოგიური ისტორიები ანალოგიური მითები რომლებიც აი ამ გამოღვიძების მეტაფორას ყვებიან ასე რომ ვთქვათ რა ხომ არ შეხვედრია თქო როგორც ადამი და ევასნაირი მაინც არა ინე ადამი და ევას თემაზე რავი სამიდი ყველაზე დიდი რელიგია შეთანხმებული ასე რომ შეხედო ანუ რაღაცნაირი შეთანხმება არსებობს ამ ისტორიაზე და აუმბათ მე მგონია რომ აი ადამი და ევას ისტორია ცოტან სუ ვეძიებ დღემდე ვეძიები ხო იცი ანუ ვინმე რამე ინტერპრეტაციას უაკეთებს ადამ და ევაზე ეგრევე ვჯდები და ვუსმენ და ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ მართლა მგონია, რომ აი ეს კოდი, აი ეს DNM-ი, რასაც ქვია და ეს ყველაფერი ეს ვაშლი რა არის, ვაშლის ხე რა არის, არატო იყო აკრძალვა ამაზე, რატო მაინც გაბედეს, ვინ მონაწილეობდა ამაში, მე რა ну სასჯელი არ ვიცი რამდენი სასჯელი დავარქვა, მაგრამ რა პასუხისგებლობას დააკისრეს ადამიანს ამისთვის ეს ყველაფერი ჩემი აზრით ძალიან DNM-ურია ჩვენთვის რა გამოცდილებას გადის ადამიანი. მათ შორის აი პარალელი მომყავს რომ ანუ ედემიდან განდევნება ეს არის რაღაც ორსულობიდან რო გამოდის ბავშვი და აი ზუსტად მაგ გამოცდილებას გადის რა ანუ რაღაც სამყარო 64 დედასთან უკავშირზე ხარ წარმოიდგინე დედასთან უკავშირზე ხარ 24 საათი დაერთებული ხარ დედაზე. ну აბა რა არის ის რა ქვია ედემი. ეგ არის ედემი რა და მე გამდევნება ამ ედემი ან მე ეგეთი პარალელები მომყავს რა როგორც გაჩენა და ეს შოკი რომ გამოდიხარ და კავშირზე დედასთან რო აღარ ხარ და რაღაცნაირ სამყაროში გამოდიხარ და რაღაც ფანრებით განათებენ ვიღაცა ტიპები წარმოვიდგენიო ბავშვისთვის რა შოკი არის რა როცა იბადება რა ანუ რანაირი შოკი არის რა ამ კავშირიდან განდევნება და თვითონ მშობიარობას ხა მოდი პირდაპირ თქვა რომ ურთულესი ფსიქოლოგიური პროცესია ხო ანუ ეს ბრძოლა და მე ვინც როგორც მე საკეისროთი არის გაჩენილი ცალკე მიდიან რომ რეიბერს გამოცდილება მიიღონ რა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პროცესია და ბრძოლა სიცოცხლისთვის რომ გამოხვიდე და ეს არხები გაიარო და დაიბადო და აუჩი პერფექტლი დიზაინდ არის რა ან მე ეგრე მგონია რა ბევრი აი არ ვიცი განსა მაგრამ პარალელურად ასეთ ისტორიას როგორც ადამიანს და ევას შენ კითხვასო დაუბრუნდე
მე ეგეთი ისტორია ამდენი მეტაფორით ჩემთვის დახუზული არ არის. გასაგებია უამრავი მეტაფორა არსებობს. ხო. აი ადეკვატური ადამიანის დაების ჩემთვის არაფერი არ არის. ძალიან ბევრი მეტაფორულად ძალიან ბევრი რაღაცა გამწავა მივიდა, ეხლა ამასაც ვსაუბრობდი და ისედაც მეც მიყვარს ბიბლიური მეტაფორები და ზოგადად მაგ თემაზე ჩაღრმავება მაგ კუთხით და აი მათ შორის ეგეთი კითხვა გამიშთა რა, რომ განდევნება და სასჯელი შენ კარგად თქვი პასუხისგებლობა და სასჯელი არის თუ პირიქით რაღაცნაირი ბლესინგი ანუ დალოცვა არის რა, რომ შეხედო თავისუფლება წამოვიდა რა, მაგრამ ნუ პასუხისგებლობა მოყვა რა თქმა უნდა და შესაბამისად შიშულეც მოყვა და სირთულეც მოყვა და შოკიც მოყვა მაგ ყველაფერს, მაგრამ ისევ მაგ იმ რო დაუბრუნდეთ გამოგვიძებას რა, და ეძინოთ ამ ბავში. ეძინოთ და ვიყოთ ჩაკეტილები კომფორტში თუ მოდი რა მოგზაურობაში და მოგზაურობით დახუძულ საინტერესო თავისუფლებაში გამოვიღვიძოთ რა. და ყველანაირი ვერსია არსებობს. ანუ მე სადღაც გონია რომ იცი როგორ ასე რომ შევხედოთ მე რა დაჯერება მაქვს რომ იქიდან გამომდინარე რომ უსასრულოა და ძალიან წამს მობრუნების რეინკარნაციის და სხვა გამოცდილების შექმნის და განმეორდება იმდენჯერ სანამ არ გამოიღვიძებდა რა პრობლემაა. ანუ საერთოდ ხედავ პრობლემას. ანუ უსასრულობის გადმოსახედიდან შენ რომ ამ ცხოვრებაში არ გაიღვიძე საერთოდ ვერ ხედავ პრობლემას. კი. ანუ საერთოდ ვერ ხედავ და ეძინოს რა პრობლემა არის. ანუ შემდეგ ჯერზე მოხვალ, რა ვიცი, შეიძლება ევოლუციურად ოდნავ დაბალ დონეზე და იყო მაგალითად პუდელი. რა ვიცი. და იყო? გაუ რა ვიცი. რა ვიცი, მაო რასაც ჩემ პუდელს რასაც ბუბლით მამეთ მაწყობ. და თუ შენი პუდელია შენ გაწყობს. გივის პუდელად სიამოვნებით გავიჩიტებოდი. აი რა სულ მიცდებოდა ეს კითხვა თათაური რო წავიკითხე რა. რას გულისხმობდი კაცმანობის გარეშე? ნუ რა ვიცი კაცმანობის გარეშე ჩემთვის არის იგივე რაც თქვენთვის გიორგაძეობის გარეშე. ანუ მე მგონია რომ ყველას გვაქვს ეს შენაძენი, ანუ აი მე ვარ ლევან გიორგაძე, ანუ გვარის გერგო, სახელის გერგო, არც ეს შენი არჩევანი არ არის რაღაც კუთხით რა. და ეგ არის რა, ანუ რაღაცა რაც შენ დაგასწავლე შენ თავზე. აი ეგ არის კაცმანობა, ეგ არის გიორგაძეობა, ეგ არის ნადარეიშვილობა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი რაც დაგასწავლე შენ თავზე მოგახვიეს და გითხეს რომ აი ეს ხარ შენ. ო გიორგაძეობაზე გამახსენდა ეხა ჩემ იმ დღეს უყურებ საშას რომელიღაცა ეპიზოდსაც კი არა მე მგონი რომელიღაცა ვიდეოს უყურებ რა და ვიღაცას უხსნა აუ როგორ არ მახსოვს დეტალები ვიღაცას უხსნის რაღაცას და ეუნება რომ უცებ ანუ ჩვენ იქ არ ვართ და არავინ ჩვენიანი კარ აიო წარმოიდგინეო რა ეხა მაგალითად ხარო რაღაცა გვარს ამს ან გიორგაძე ხარ მაგალითად აი გიორგაძე თუ ხარო და ყვება გიორგაძეზე ვახ მეთქი ეხა ვინ გავახსენდა ეხა აქედან და რაღაც ცოტა ისეთი მაგალითი იყო მეთქი ნეტა რომელი გაახსენდა აუ რამდენი ვიცი მამედ ორივეს გეხება რამდენი ვიცი ეჩერეთ რა ხო იგულისხმე იმ მოწეპებული იარლიკების გარეშე რომელიც არის ავი ხომ არ ქონია შეგრძნება რომ ამ შენ გამოღვიძება ტრანსფორმაციის გზაზე შეეჭიდე და გადაწყვიტე ან ჩათვალე რომ მოწეპებული იყო ასე ვისაც მოწეპებული არ იყო და ცოტა შენ ავთენტურ შენ თავსაც დაუწყე ჭიდაობა კი როგორ არა რამდენიც გინდა ნახე როგორ რაღაც არის ეს პროცესი არის ძიება ან ძიება ზოგჯერ გეშლება გზაგებნება სხვაგან შეუხვიერ სხვა რამეს მოკიდე ხელი ის სხვა რამეს მოკიდე ხელი გეგონა რომ სხვა რამე იყო ამიტომ მე ვიტყოდი რომ ამ გზაზე მილიონჯერ მოვსრიალდი და კიდე მილიონჯერ მოვსრიალდები და მაგის მზაობაც მაქვს ანუ მე არ ამგონია რომ ჩემი ცხოვრება აი წინ რო ვიყურები რამე სხვა იყოს გარდა იმისა ანუ ჩემთვის ტრანსფორმაცია დღეს არის ცხოვრება და მე ვხვდები რომ ყოველ დღესდღეობით ჩემ პარადიგმაში არის რომ ყველაფერი იბადება და ყველაფერი კვდება და არაფერი არ არის მარადიულობის გარდა ანუ აქ მამარდაშვილს უერთები მაგრამ ნუ კუთხე იმისა რომ ხვდები რომ ყველაფერი ცვალებადია რა მე ცვალებადი ვარ და ბიჭო ამ ეგოსთვის ეს ცვალებადობა არის ძალიან სახიფათო და ეგო თავიდან ბოლომდე დგას კონტროლზე უბრალოდ კონტროლის ილუზიაზე შეფეხებს აკონტროლებს მაგრამ ჯერ არ აკონტროლებს ხო და აი ცვალებადობა კონტროლი ერთიც არის მეორეც არის ისიც არის
და რაღაცა კუთხით ხანდახან დღე გადის, რომ რა ვიცი, არც არაფერი არ მისწავლია ჩემ თავზე. ზოგი დღე გადის ისე, რომ რა ვიცი, 5 ინსაიტი მქონდა ჩემ თავზე. ამიტომ მე ვიტყოდი ეგრე, რომ ყოველი დღე ეგ ერთ-ერთი პრინციპია, რომელთაც ცხოვრობ, რომ ყოველ დღე ვიბადები და ყოველ დღე ვკვდები. ჩემი ცნობიერება იბადება და ჩემი ცნობიერება კვდება იმ დღის. და მორჩა რა, და როგორც სტივ ჯობსი ამბობდა, ერთ-ერთ დღეს ეს აღმოჩნდება სიმართლე და ამით დამთავრდება ყველაფერი რა. ამ ახალ გამოგვიძებულ ცხოვრებაში თუ გამოგვიძების გზაზე მაინც მინდა დავუბრუნდე რა თუ გაქვს თუ არა რამე ისეთი კარიერული პროფესიული მიზნები. სანამ მანამდე გავთ, მინდა რომ აყურებელს განუმარტო, რომ ეს გამოგვიძებულობა მე დღესაც მეძინება. მე ანუ გულისხმობ იმას, რომ როცა ცნობიერი არა ვარ, მე მძინავს. და მე მართავს ავტოპილოტი. და მინდა მე არა ვარ ისევ მეორებ შეიძლება მე არც პრეტენზია მაქვს, არც ბუდას ექსპერიენსი გამივლია და არც მე ჩემი გამოცდილება. ჩემ გამოცდილებაში თუ მე ადრე ცნობიერი ვიყავი 3% და 97 ვიყავი ავტოპილოტზე, დღეს შეიძლება ვარ, არ ვიცი, 25-75. და შესაბამისად მინდა განმარტო, რომ უამრავი პერიოდი მძინავს. უამრავი პერიოდი ვღებულობ გაუცნობიერებელ არჩევანს, რომელსაც მე მთავაზობს ავტოპილოტი, მგონია რომ ჩემია, ვყიდულობ იმ იდეას რომ ჩემია და ავტოპილოტი მიწყვიტავს ცხოვრებას. ანუ ისე ვაზუსტებ, რომ საუბარი მიდის პროპორციის ცვლილებაზე. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ესეა, მე რასაც ვეძახი. ამიტომ ამ გამოგვიძებასაც უფრო ვუყურებ ესე, რომ რაღაცა პროპორციით ნაკლებად მძინავს, ვიდრე მეძინა აქამდე. და არ მინდა შევქნა ილუზია, რომ 100% ცნობიერი ვარ, 100% არ არის ეგრე. არ არის და ვერც იქნება ალბათ. არ ვიცი, ვიღაცის გამოცდილებაში შეიძლება არის, არ ვიცი. მე ჩემი გამოცდილება ეგ არ არის. კარგი. ამ უფრო მეტად ცნობიერ ცხოვრებაში. აი, ახლა უფრო მომეწონა. შედარებით ცნობიერ ცხოვრებაში. გაქვს თუ არა და თუ კი რა პროფესიული მიზნები დაისახა და რა გინდა, რას ეჭიდავები მაგ ფლანგზე ხა. რა რთულ თემას მიადექი. სხვათაშორის მე მინდა შემოგთავაზოთ აკერ აუცილებლად ჩავწეროთ პოდკასტებზე. ჩავწეროთ. ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით. მე მაქვს სურვილი აგერ თქვენს პატიჟებ და კიდე ერთი ორ პოდკასტებს სიამოვნები დაპატიჟებ და საერთოდ გავაკეთოთ ერთი პოდკასტის გამოწვევებზე. აუ მაგარი საინტერესო. მათ შორის ვილაპარაკოთ სტუმრებზე, კარუსელებზე, დავატრიალოთ სპონსორობის გამოწვევებზე, კომენტარებზე და ყველაფერზე. გამოიწერეთ ჩვენი არქი ბოლო-ბოლო რაკჭი. რაც კივა YouTube-ზე როცა ხარ პოდკასტერი, ამაზე გავაკეთოთ ერთი პოდკასტი. აი იქნება. ჯერ აქედან დავიწყე. მეორე ვიტყვი ეგეთ რაღაცას, რომ რავი, გაცილებით რთული თემაა. მარკეტინგში და გაყიდვებში ფული ბევრად ადვილად იშოვება. მოდი ობიექტურად გეტყვი, ყველას უნდა რაღაცის გაყიდვა. და აქ ადამიანს უხსნი რაღაცა უკეთესად გინდა ცხოვრება, რავი, ვერ ჩამოყალიბე, რთული თემაა. ძალიან სეჩურეიტედ ბაზარია, ძალიან ბევრი ოფერია. აი ძალიან მე ვერ გეტყვი, რომ დღეისობით ადვილად უგზნობ თავს. ძალიან მომწონს ესეც ვაკეთებ. That's true. მე ეკონომიკურ მოდელზე კარგად დავფიქრდებოდი. ხო და რა მიზანს ემსახურება რა, ეგ რა გინდა რომ მაგითი გააკეთო? რა საზრისი გაქვს და რა მიზანი გაქვს? ნახელევა. გამოწვევები გავიქი. ძალიან მარტივი თემაა რა. მე მემსახურე ძალიან მარტივ ამოცანას. მე კარგად გამომდის, რომ ვიყო გამტარი. გამტარი. კი, ძალიან კარგად გამომდის, რომ ვიყო გამტარი. გამტარი, ხო? ხო, გამტარი, ანუ გამტარი ჩენელი, ხო? გამტარი. ძალიან კარგად გამომდის, ძალიან კარგად გამომდის ვემსახურო ადამიანებს და როცა ვემსახურები ადამიანებს ნაკლებად ვიტანჯო ჩემი ეგოსგან. ამ მსახურებაში ყველაზე მეტად ვისვენებ საკუთარი თავისგან. იმიტომ მომწონს მსახურება. ადამიანების მსახურება მაგიტომ მომწონს. იმიტომ რომ ძალიან აი ხვის ცხოვრებაში ვარ შესული, ხო იცი, ჩუსტებს რო გაიხდი და ვიღაცის სამყაროში რო შეხვალ. ჩუსტები არის შენი ცხოვრება, მაინც დავაზუსტებ რა.
ხო და აი აქედან გამოსვლა ეგენი ყველაფერი ძალიან სიამოვნებს. ამას ემსახურება ალბათ ეკონომიკური მოდელი დღეს ჩემთვის არ აქვს, შეიძლება ვიღაცეებისთვის ეს საკმარისია ეხა ხუთი ყველაფერი შეფარდებითია და ასე შემდეგ. უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რავი, ფსიქოლოგის კარიერით თუ საქმიანობით, თუ ტრანსფორმაციული საქმიანობით, თუ სხვა რაღაცეებით. ნუ რა ვიცი, ჩემთვის რთულია ამ პირობებში ესე ყოფნა. ამიტომ ვეძებ მოდელს რა, ვეძებ ჯერ კიდე ძიებაში ვარ. ვერ გეტყვი რომ მოვძებნე თქო რა, ანუ ძიების პროცესი გრძელდება. გავიქ. დაახლოებით ეს. მაგრამ კეთება ის თუნდაც გადატვირთვის, თუნდაც ამ წიგნის დაწერის პროცესი იყო აბსოლუტურ სხვანაირი თვით გამოხატვა. ანუ გულისხმობ, რომ წიგნმა მომცა საშუალება და ასპარეზი, ასე ვიტყოდი, რომ ბევრად უკეთესად მომეყოლა ჩემი ამბავი. და თან ყოფილიყავი ჩემი აზრით სასარგებლო ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ძალიან მჯერა, რომ ვინც ამ გზაზე დგება, ეს წიგნი შეიძლება ძალიან გამოადგეს, თუნდაც წყაროების კუთხით რაც მიწერია უხვად. აი ბოლოში სერიოზული ის არის ნაშრომი წყაროების მითითების კუთხით რა, ეგ ძალიან დიდი ღირებულება. ისედაც საინტერესო ისტორიაა რა, მე არა ისტორიას არ ვერჩი მე წყაროებს სალკე ის რა. ბევრი ადამიანი დღემდე გაუკვირდება და ვერ მიხვდება ის რაც გააკეთა სიტყვაზე ვიზახი საშამა, ზოგადად ის რაც ხალხი აკეთებს ხოლმე მაგ დროს რა, მაგიტო დავსვი და დავიწყე ამითი კითხვა რომ ანუ ავი საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე იყავი, ყველა კარიღია იყო, ავი საქართველოში ყველაზე ძლიერად ამოსულ ხალხთან მიგესვლებოდა 1000 კაცი გირეკავდა ის მინდა უამრავი ხალხი გემორჩილებოდა რა, ანუ მარტიკული ლიდერი იყავი გუნდის და ამ დროს რავი, დაკარი ფეხი და წამოხვედი რა და დღეს აგერ არის ეკონომიკურ მოდელზე საუბრობს თავისი საყვარელი საქმიანობის, რომელიც ჯერ ვერ იპოვა და დიდი კითხვის ნიშანია და ამავე დროს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მგონია რომ ბევრი ადამიანი ამას დაძდებს და შეიძლება გზაზე კარგი დახმარება იყოს, რომ რავი, კი მიაღწევ და კაი იქნება თუ მიაღწევ, არა შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ იპოვო, რასაც ეზებდი იქა რა. იცი რა, ამის აღმოჩენაც რომ ვერ იპოვე, ეგეც აღმოჩენა. თქმა უნდა, გააღირებული ხო, ამიტომ მგონია რომ ყველაფერი, აი, ნახე, იმასაც გამოცდი, ამასაც გამოცდი. მე მაგალითად ძალიან ბევრი რაღაცა დავაფასე საკუთარ თავში და სხვა ადამიანებში, მას შორის, როცა ამ დიდი ავიაციიდან წამოვედი. მე შეიძლება ამ დიდი ავიაციაში როცა ვიყავი, ძალიან ბევრი რაღაცას არ ვაფასებდი. და წამოსვლამ ძალიან ბევრი რაღაცა დამაფასებინა. თუნდაც ის კომფორტი, რაც მქონდა, ანუ იცი როგორი განცდა მქონდა? For granted, როგორ არის ქართულად? აი, რო გეკუთვნის. ხო, მეკუთვნის. აუმსახურებლად კი არა. არა, გეკუთვნის. შრომველად. ხო, არა, გეკუთვნის. აი, აბარა, სხვანაირად უნდა იყო რა, მოკლედ რა, მეკუთვნის რა, ბევრს პახავ და მეკუთვნის ვამდენს მიხდიან, მეკუთვნის აი ეს და არანაირი მადლიერება და როცა დავჯექი დიეტაზე როგორც ფიზიკურად ისევე ფინანსურად ძალიანაც დავაფასე ის რაც მქონდა. ოღონდ იქ რო ვიყავი, მაგას არ ვაფასებდი. მაინც დავაზუსტებ. ამიტომ გადაფასება, ანუ იცი რა, მაგაზე ვიზახე, მესო ვიზახე, რომ აი მაგალითად პოლიტიკაშიც ვიზახე. რატო არის მნიშვნელოვანი, რომ მართველი გუნდი გადავიდეს ოპოზიციაში? იმიტომ რომ უნდა გადააფასო რაღაცა. და როცა მართვაში ხარ, არ შეგიძლია გადააფასო. იმიტომ რომ ჰოსტიჯი ხარ, შენივე მართვის. ამიტომ არის დინამიური პოლიტიკა, ცხოვრება, ყველაფერი არის დინამიური. ანუ როლი აუცილებლად მას შეიცვალო, იმიტომ რომ პერსპექტივა შეგეცვალოს და სხვა პერსპექტივიდან შეხედო რაღაცებს რა. და როდესაც ერთი და იგივე პერსპექტივიდან უყურებ, მე გიჩნდება მაიოპია. რომ ჩემი პერსპექტივა არის ერთადერთი ჭეშმარიტი და არანაირი საჩივარი მაგ ჩემ პერსპექტივაში არ მიიღება. ეხა ერთი პატარა რეპლიკა გამახსენდა, რომელსაც ვიტყვი და მე კითხვასაც მოვაყოლებ. რორი სადერლენდის წიგნს ვკითხულობ და იქ ერთ-ერთი ვიღაცა ასევე ადამიანის ფრაზა მოიყვანა, რომ IQ-ს 80 ქულის ტოლფასი არისო, უნარი პერსპექტივა შეცვალო. აბსოლუტურად მეთანხმები, 80 არა 100-საც დაუწევ. ხო და ეხა კითხვა რომ მოვაყოლ. ამ უკვე პერსპექტივა სხვა ნახიც და ბევრი სხვა პერსპექტივა დანახულიც. უფრო ცნობიერად მაცხოვრებელსაც. გელატრება ის მთა?
ბიჭო, შეგრძნებები მენატრება ვიდრე მთა. გულსπელად რო გითხრა. ხო, იმიტომ რომ მასშტაბი პროექტების იმპაქტი ხო. ზეგავლენა რა ქონდა. ანუ რაღაცები არის რა ძალიან მენატრება. აი რაღაცები რაც არ მენატრება საერთოდ. მაგრამ ნუ ამავე დროს ვფიქრობ იმაზე, რომ ეხლაც არა გამორიცხული. უბრალოდ იცი რა არის ალბათ აი ასაკის თემაც არის რა. ისეთ ასაკში ვიყავით. აი ეს გვაერთიანებდა, აი რაღაცა კუთხით რო შეხედო, მე ვერთიანებოდი იმ ძალიან ამბიციურ ადამიანებს, რომელსაც ძალიან უნდათ შეექმნათ ღირებულება და გამდიდრებულიყვნენ. და აი შენ თქმის არ იყოს, თუ გინდა რომ ამას მიაღწი იყავ იმ ადამიანებთან, ვისაც ეს მიღწეული აქვს, ხო? იმავე ლოგიკას უბრუნდები და უამრავი ადამიანი იქედან დღეს, რავი, ახლა წამოსულია და თავის ბიზნესს აკეთებს და რაღაც სხვა ღირებულებას ქმნის. და საერთოდ ეს ნუ პასუხი არის რომ კი ზოგიერთი რაღაცა მენატრება და ზოგი არა. შვენიერი. თავი ნოსტალგიაში არ გადავიდეთ ეს ბონიემის სოლისტები რო ჯდებიან და თავის სანის რო უსმენენ კახს. და მაგისათვის ჩვენ დაგიზახებთ და გავიხსენოთ მე იცი რა მაინტერესებს გივი ერთხელ დავუსვით საშას ეს კითხვა და ტრადიციული კითხვა ისე ხიოთ თუ გაქვს რამე ამ მორჩენილი. იცი რა მორჩენილი ბევრი რამე შეიძლება მოუძებნოთ მორჩენილზე, მაგრამ იცი რა მინდა აი საშას კი ვკითხეთ ერთხელ ეგ, მაგრამ აი ის ვარიანტი რაც გვინდა რომ ეხა გამოვცადოთ, ეგ სხვა რამეა, ეგ სხვა ნაწილი არის. სტუმარზე მეუბნები. ბოლო ტრადიციულ კითხვას როცა ვსვავდით, რაც იქ გვირჩევდით ხო? იქნებ გამოიღვიძა და სხვა აზრი მოუვიდა, ვკითხოთ. ეგეთი კითხვა გვაქვს ჩვენ რა, ბოლო კითხვას ესეც ვსვავთ, რომ ესეთივე ფორმატში ხარ როგორც მე და გივის მიყვავს ეს პოდკასტი და შენ ყვევხარ სტუმრად და იქ ამ წუთას შენი წიგნი გვიდევს. საკაცმანდობის გარეშე რა წიგზადებდი აქ და ვინ იქნებოდა რა კატეგორიის სტუმარს მოიყვანდი რა. ცოცხალი თუ ნუ აი მოდი კატეგორია რო თქვა. დაიწყე თუ ცოცხალი არ გამოგვივიდა, მე იქნებ ვინმე. საინტერესო კითხვა. სხვადასხვის ამ ბოლო დროს ეს ციგნებიდან რა წავიკითხე საინტერესო. სხვადასხვის მე მინდოდა მეთქვა რომ აი ესე როგორც ეს Nike-ის ისტორიას მე არ ვიცი ხან ბოლო დროს ისე ძველ ბრენდებს დაუბრუნდა. სულ ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ და Phil Knight-ი გადავიკითხე, აი შუმეიკერი. ხო, შუდოკი თუ შუმეიკერი. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ჩემთვის დღემდე არ ვიცნობ ბევრი ბრენდის ფილოსოფიას, რომელიც აი კომუნიკაციაში ახერხებს, მაქედან დაუბრუნდი თქო და გადავიკითხე, ოღონდ 10 წლის წინ, რა ვიცი, როდის წავიკითხე ის, აღარ მახსოვს, 5 წლის წინ ალბათ, ეხლა გადავიკითხე. იმიტომ რომ მინდოდა გამეგო რანაირად შექმნეს ეგეთი ბრენდი. და ეს კოდს ვეძებ რა, ანუ ჩემთვის ისეთი საინტერესო არის, იმიტომ რომ არასოდეს არ გაუცებას იწვევს ჩვენში. Coca-Cola არის ალბათ ბრენდი ეგეთი, ჩემთვის ერთ-ერთი. მაინც მარკეტოლოგი ხედავ ჩემში როგორ ვარ. გეტყვი რა მომწონს მაგალითად Coca-Cola-ში. რო Coca-Cola-ს აქვს 1893 წელს დაწერილი დაპირება. 1893 წელს. ეგეთი დაპირება დაწერეს. Coca-Cola refreshes mind, body and soul. რამდენი წელია გასული. და რა მომწონს იცი ამ ბრენდში? არასოდეს არ ცვლიან დაპირებას. ნუ ასრულებენ თან. არა, გარდა მაგისა რომ ასრულებენ გივის გენიალობა რა არის იცი? ყოველ ჯერზე Coca-Cola-ს მოყავს ახალი თაობა, რომელსაც ეუბნება. ეგ არის ჩვენი პრომისი. გითხარით რას ნიშნავს ეს თქვენ თაობაში. და რამდენსაც Pepsi არ ტრიალებს და რას არაკეთებს და გინდა სხვა ბრენდები რა მნიშვნელობა აქვს. აი ამ ხას რომ ერთი პრომისი გიჭირავს
და თაობიდან თაობაში ეძებ გუნს, რომელიც ყველაზე კარგად გადმოსცემს ამ იდეას. ანუ აი თითქოს არის თან კონსისტენსი და თან კრეატივიტი. და არის ორივე. ანუ აი კრეატივიტიში რო წახვალ და დაიკარგები არ არის. და არც ის კონსისტენსი არ არის, რომ მოძველდეს და აღარ იყოს რელევანტური. ანუ აი რაღაცა ეგეთი არის ჩემთვის ყოველდღე. Nike არის ჩემთვის აი რაღაცნაირად სუპოულობ რანაირად ახერხებს ეს ბრენდი ხან პარაოლიმპიადის ჩვენებით, ხან იმის ჩვენებით, ხან ამის ჩვენებით მოიტანო შენამდე იდეა, რომ ყველა ადამიანში ცხოვრობს სპორტსმენი. აი რანაირად ახერხებენ. ან ოღონდ გიდი არ იცვლება. ხო. მიხდი ხო რას ვიზახი? ანუ აი რომ ყველა ადამიანში არის გმირი, არის სპორტსმენი რა. და ბოლოს რო გადაგიბას ასეთ გაჭირვებაში ვერაფერი ვერ მოიფიქრ და ისტორია რო იცი რომ ის კვოში რომელზედაც ამდენს ლაპარაკობენ $30 გადაიხადეს ვიღაცა სტუდენტში. მე აჩუქეს მილიონების აქციები. მე ეს გაჭირვებული რო გაუშვეს სპორტსმენები, ეგეც ხო ისტორია არის და ზამაგარი მოყოლა არის, გაუშვეს კამპანია აჩვენეს სპორტსმენები და ხალხი არ ყიდულობს. იმიტომ რომ მე არა ვარო ამისნაირიო. ანუ ხალხმა ვერ დააკავშირა თავის სპორტსმენებთან. წარმოიდგინე პირველი კამპანია Nike შაუარდა. ანუ ვერ დააკავშირეს და მე კვლევებით მიაგნეს, რომ მე ის არა ვარო. და მე აი ამ გაჭირვებაში, როცა ფეილში ხარ, კამპანია დაფეილებულია, ის გუნდი იგონებს გენიალურ რაღაცას, რომ აღმოაჩინე შენში სპორტსმენი, just do it რა. ანუ პროსტა გააკეთე. ანუ აი გაჭირვებიდან დაბადებული გენიალობა რა. აი არ ვიცი და აი ისევ დაუბრუნდი ამ წიგნს, просто გამახსენდა, იმიტომ რომ ისევ რაღაცა კამპანია შემხვდა და ისევ გადმოვიღე და ერთი ამ კაცის ნაზრევიც ამაკითხეთ კიდე ერთხელ იქი რა. იმიტომ რომ აი ჩემთვის როგორ გითხრა, აი რაღაცეები არის აი კულტუროლოგიური, ეს აღარ არის ბრენდები. ეს არის აიკონები. მე ეგრე უყურებ რა. ანუ აიკონები არის. ანუ მე ვერ წარმოვიდგენია დღეს სამყარო ეგეთი აიკონების გარეშე. და აი თითქოს ის არის, აი თითქოს არ არის ეს ბრენდი, ეს არის რაღაცა პლანეტები, რომელიც ჩვენთან ერთად თანაცხოვრობენ რა. და ალბათ, რა ვიცი, მაგიტომაც ყოველ ლექციაზე რომ მივდიოდი, არ ვკითხავ დიდი ხანია ლექციებს, მაგრამ რომ მივდიოდი სტუდენტები მეკითხებოდნენ, ვინ არის ყველაზე მაგარი მარკეტოლოგი, ვამბობდი Steve Jobs. მე არ მიმაჩნია დღემდე რომ მაგაზე მაგარი მარკეტოლოგი არსებობდა დედამიწაზე. ეს კაცი იყო მარკეტოლოგი. მარკეტერი, რა დღეს ეგრე ქვია. მარკეტერი ყველაზე მთავარი მარკეტერი იყო, მე რომ მკითხო, ეგეთი ბრენდი აშენო. შეიძლება ამიწევია. Phil Knight თუ Steve Jobs-ზე თქვია ხო? ხო, Phil Knight-ზე ციგნად გვიტოვებს რეკომენდაციას Steve Jobs. ფუ რა შუაში. იმის Phil Knight, ხო. იმიტომ რომ არ ვიცი ხა, რაღაცა კუთხით, იმიტომ რომ ისი დაწერილია ალბათ. თუ მე ძალიან მომწონს, მეც ახლა უნდა აყვესი ამონებით, რომ მე ძალიან მომწონს ეგ ისტორია. და იყოს ეგრე დავიკითხავ. არა ხო, და სიმართლე ბედნიერება მელოდება წინ. სწაული გელოდება. იცი რა, ისტორიაა ძალიან კაი და პირადად ჩემთვის იყო მოულოდნელი ისტორია და მაგან უფრო დიდი გავლენა მოახდინა აი ვიდრე ამ კაცს აქვს სხვათა შორის ეს კოდი. ანუ 20-ში ყიდა რა. და უბრალოდ გაუჭირდა, ანუ ნახე, აი ამ კაცს აქვს კოდი ჩემი განცდა, რაც მე ამოვიკითხე რა, ყოველი გამოწვევიდან გააჩინოს გენიალობა რა. ანუ გამოწვევა იყო, იმიტომ რომ ფეხსას მას არ აწვლიდნენ და რესელერი იყო რა, ჩოლები რა. და აი ბოლო აი ამ წერტილმა, აი ამ გაჭირვებაში დაებადა ისა რა ქვია. და ნუ ეხა ობიექტურად თქვა, ეხა ვინ გაბედავდა სპორტსმენთან ერთად დილის გაკეთებას და ბრენდის შექმნას, აი ვინ პირველად ისტორიაში მოხდა. ანუ არ ვიცი, აი იგით გაბედულ რაღაცებს შვენიერი. ხო რა ვიცი. მადლობა დიდი. რა ვიცი, ცოტა ვილაპარაკეთ რა. აი ისე. პაჩილავიჩესკი. აბა გიორგაძეობის გარეშე, კაცმანობის გარეშე. მადლობა მე. მადლობა დიდი. მადლობა.